რასთან ასოცირდება დატოვაცი კაცი? არა, ეხა ეგ რაღაც პრობლემა აქვს. Led Zeppelin-ი ალბათ ბავშვობის ის იყო, რა ქვია, სენტიმენტები. მე მოვყვეთ წაიყვანეს თქვენ ერთადერთი ქარხანა დინამოს აკადემია გვაქვს საქართველოში. მართალი ბრძანდებით, ბატონო შალვა, გავაჯვამ ეხლავე. შუშა არის აქ. 15-მა ქართველმა ქალმა იცეკვა 2009 წლის ფინალში. რა ჩააჭირე ამ 200 წლის მერე დახოთ. აი სალამი, საფეხბურთო იზოლაციიდან ეს ჩვენი რიგით აზრი არ აქვს მე რამდენი, მაგრამ ეპიზოდი გახლავთ ბასის და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ესე გამოგაცხადებ ადამიანი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლია. შვენიერი, მივიღებ მაგას. იმიტომ რომ ხრა უნდა მეთქვა სხვა. რაღაცა ატოვაციკაზე საკმარისი იქნება. ხო, მაგრამ ესე უფრო ისეთი რაღაცა კომფორტულია ჩვენიერი. კაი მიხარია თუ ეგრეა თუ ერთი რაღაცის სწავლა მაინც შეიძლება? ხო, არა, კი დღეს ახლა რაღაცებზე კი ერთი თემა გვაქვს, მაგრამ მაინც აქეთ-იქით უნდა გადავხდეთ, გადმოხდეთ და შესაბამისად მხოლოდ ფეხბურთიც რო არ იყოს, ფეხბურთთან დაკავშირებული იქნება, მაგრამ სხვა სფეროებიდან ასეც შემოვიფარგლოთ. აუ, აბა რა არის? ჩვენი დღევანდელი თემა არის ზოგადად ტალანტები და ნიჭიერები. ნიჭიერი ფეხბურთელები. და ნუ შენ დამოკიდებულებას მე ტოპიკებად მაქვს ხოლმე მონიშნული, რაზე უნდა ვილაპარაკო და ასე შემდეგ. და ნუ პირველი აი რაღაცა წლები რო გადის და მსმენელი რო ხარ ადამიანის ხო შენ ის გიყალიბდება რომ აი როგორია ტატო ვაციკაძე ან რასთან ასოცირდება ტატო ვაციკაძე და გარდა ფეხბურთის და გარდა რაღაცა შენი რუბრიკები რაც გვაქვს ხოლმე ორშაბათოვაზე ჩემთვის ესე ყველაზე მძლავრად მუსიკასთან, ძველ როკთან, 70-იანებთან და რაღაცა ეგრე 60-იანებთან თუნდაც Black Sabbath-ი რო ახსენე წეღან მე უფრო Led Zeppelin-ში მოყვები, იმიტომ რომ მაგის მსმენელი ვარ გიჟიდან. მაგასთან ნედლის ხარ. მე პატარა 21-იანი ვარ, 24 წლის. არც პატარა ხარ, ხა ეგეც ნუ იტყვი. სხვათა შორის მამა ჩემს ჰქონდა დაგროვებული ეს Led Zeppelin-ის ლაივები კასეტებს. არა, ხო და რატო კითხე ხა იცი ასაკი, იმიტომ რომ აი Led Zeppelin-ის მსმენელი ვარ, აი Black Sabbath-ი რო ახსენე მე რომ მოვაყოლე რომ მე მაინც უფრო Led Zeppelin-ის მე დიდ სხვაობას ვერ იმაშვები რა, ანუ რას გულისხმობ, იცი რა, თუ Led Zeppelin-ის უსმენ 24 წლის ასაკში, იმასაც უნდა უსმენდე უკვე. ანუ შენ რო იყო 15-ის, მაშინ მე გავიგებდი რა, კი, ხო, ჯერ. აი, რა დონეზე იყო იცი? იმ ასაკში ხარო, იმასაც უნდა მომენტ უნდა უსმენდე უკვე. ხასიათზე რო არ ხოლმე, თქვა Spotify-ზე ჩავართავ მანქანაში და ვუსმენ. მაგრამ აი, ეხა უბრალოდ სახელწოდება რომ ითხრა სიმღერას, ერთს მიხვდები რომ ან თუ არ მოусმინე, ვერ მიხვდები რა არის. და Led Zeppelin-ი ალბათ მაინც ჩემთვის ყველაზე მსუბუქ როკთან ასოცირდებოდა რა რომ აი ნებისმიერი ის რაღაცა გადასვლებიც რა უფრო მსუბუქად ვიღებ ვიდრე AC/DC-ს ჩემი სირცხვილია და Pink Floyd-ს ვერა და ვერ დაუდე გული და რატო ვერ ხვდები ან ვუსმენ ნახე კი არ ვამბობ არ მომწონს მაგრამ მე სმენას გულისხმობ რა ეხა რომ ავდგე და Pink Floyd-ს მოусვინო არ არსებობს რატო არ ვიცი რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა რაც Led Zeppelin-მა და არა Pink Floyd-მა ვერ გავიგე ვერ წარმოვიდგენია რა კრიტერიუმი შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს Pink Floyd-მა, იმიტომ რომ Pink Floyd მე მგონია რომ ერთადერთი ბენდია რომელიც აი ნუ Beatles-ი, Queen-ი და Pink Floyd-ი ძალიან მარტივი იმის გამო არ ვსვენ, რა თქმა უნდა, ვიცი და რო ჩართო ჩვეულებრივ Pink Floyd-ის სიამოვნებს გან არ სიამოვნებს, მაგრამ Beatles-ებთან ეგოისტური და ის რაღაცა ბჭყალებში ბოღმით განსჭოლული ვარ Led Zeppelin-ებს რო ტენიდნენ ჩვენი აკორდების მოპარვა მაგათი ის არის და რაღაცა ტენი და ხო კი Led Zeppelin-ს რაც უნდა შეტენო ხა ისაა რომ ბლუზი აქვს მოპარული ძალიან ბევრი მაგრამ Beatles-ი არ მგონია რა მოეპარათ განსაკუთრებით აი ისე ეგეთი მიკერძოებული რაში ხარ აი რაც პირველად მოისმინე ან ნახე და თუნდაც ფეხბურთში და ხვდები რომ ამაზე ბევრად მაგარი რაღაც არსებობს, მაგრამ არ არსებობს, არ დათმობ. მაინც ეს არის შენთვის ნომერ პირველი. ეგეთი არაფერი არ მაქვს ხა რაღაცა. იმიტომ რომ მე მაგალითად რაზეც შეიძლება თქვა რომ არის ნომერ პირველი და ვინმე შემედაოს, იყო ყოველთვის ფეხბურთის ამბავში მესიზე იყო ხოლმე ეგ ბაზარი. აი მე რომ ამბობდი რომ მესი ყველაზე მაგარია, რაღაცა საერთოდ სხვა ფეხბურთელი იყო. ხო, მაგრამ არ ვამბობ რომ ყველაზე მაგარია. არასდროს არ მithქვამს ბატისტუტაზე რომ ყველაზე მაგარია. ბატისტუტა ყველაზე მაგარი თავდასხმელი არ იყო თავის დროსაც დაჟე. ანუ რონალდო უფრო მაგარია, მაგრამ შენთვის ყველაზე მაგარია რო თქვა. ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელია კი. დღემდე მესიზე მეტად ბატისტუტა მიყვარს, იმიტომ რომ მაგით დავიწყე ფეხბურთს ყურება და ჩემი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი სხვა არის მაინც და არასდროს არ მიფიქრე რომ ყველაზე მაგარია. ვიხოთ იმის რომ რონალდო მით უმეტეს იმის გათვალისწინებთ რომ რონალდო თამაშობდა იქვე. და ამბასტენზე ვიცოდი და ასე შემდეგ. პლუს არასდროს მიფიქრია მაგალითად Queen-ზე რომ ყველაზე მაგარი ბენდია. მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მეტად მევასწრე, იმიტომ რომ ბავშვობის საყვარელი ბენდია, მაგით დავიწყე. მაგრამ აი Pink Floyd-ით ბევრად წინაა და Led Zeppelin-ით წინაა ჩემთვის და Deep Purple-ით წინაა.
მაგრამ ნუ Queen-ი ძალიან მიყვარს. მერკური სამაგერტ თვლი რომ საუკეთესო ვოკალისტია. აი მაგას ეხლა არ დავთმობ. მაგრამ ნახდათ თვლი რომ საუკეთესო ვოკალისტია, ყველას ჯობია ვინც არ უნდა დამისახელო როკ ვოკალისტებს შორის. ეხლა გინდა Pink Floyd Barcelona არ მგონია რომ ყველადური საუკეთესო კლუბია მაგალითად. არ მგონია რეალი ბევრად დიდი გუნდია. მაგრამ ნუ არ გიყვარს რეალი გასაგები. ხო, ნუ Pink Floyd გვერდით დაგატო. აუ რა кай თემა, მოდი ფეხბურთს არ ვილაპარ. Pink Floyd-ს გვერდით დაგატოვებინებ ეხლა. აბა ფრედი მერკურის მოსმენა ხო რასაც ქვია მოსმენა ალბათ ბოლო 2 წელიწადია დავიწყე აქამდე სად ვიყავი არ მკითხო აი ნახე რა მქონდა ხოლმე ფრედი მერკურის ან Queen-ის ხო Queen-ის იმიტომ რომ ფრედი მერკური ხო მეც ალკე ქონდა ერთი ჩაწერილი რომ გამოიმიჩნე ეგ არაფერი ბოლო 2 წელიწადია მოსმენა დაიწყე რას ნიშნავს ანუ 2 წელი მოისმენე პირველად Queen-ის სიმღერას საფუძველში არა ნახე აი მაგას გეუბნები ყურე Pink Floyd-ის ბევრი სიმღერა ვიცი, რომელსაც არ მოусმენ მაგალითად 2-ზე მეტჯერ. ოღონდ ეს 2-ზე მეტჯერ შეიძლება იყოს, წელიწად შეიძლება ერთიც არ იყოს. არა, ეხა ეგ რაღაც პრობლემა აქვს. მომისმინე ადექი Pink Floyd ალბომი აიღე, ალბომი ოღონდ. რომელი ბარემ ეგეც მითხარ. Dark Side of the Moon. Okay. დაიჭრე ტექსტები. თან ხელში და იკითხე, მიყევი რაზეა ეს ალბომი, თლიანად. Wall-ი Pink Floyd-ის. ეხა ბანალურია ძალიან, Wall-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი საერთოდ მუსიკის ისტორიაში. მთელი თავისი იმითი ტექსტებით და შინაარსით და ასე შემდეგ. ანუ მარტო ის არ არის რომ მან ერთი კონკრეტული სიმღერა არის, მთელი ალბომია. Animals-ი Pink Floyd-ის ალბომი. Animals-იც ხო, ნუ ცხოველთა ფერმა გაქვს აკითხული? არა. აი ცხოველთა ფერმა წაიკითხე, George Orwell-ის. პატარა წიგნია, დიდი წიგნია რა, თან ძალიან მაგარია. თუ მანამდე სადმე ნახავ რაზეა მიახლოებით, რომ იცოდე რომ უბრალოდ ცხოველებზე კი არ არის, ალეგორიები არის რა და საბჭოთა კავშირი იგულისხმება და საბჭოთა კავშირის ევოლუცია რომ მოხდა და მე საერთოდ როგორ ნაწილდება ძალაუფლება რევოლუციის მერე და როგორ შეიძლება ორი ტიპი ერთად მოვიდეს ძალაუფლებაში და მე ერთმა მეორეს დედა უტიროს და საერთოდ გააქროს და მე ეს ტიპი რომელიც ერთად რომ მოდიოდნენ ძალაუფლებაში ორივე გმირები რო იყვნენ ეს მტერი ხდება საზოგადოების რატომღაც და მაგაზეა საბჭოთა კავშირი როგორ რა მოხდა და რანაირად მოხდა ცხოველთა ფერმა რომელიც ერთ-ერთი გენიალური ნაშრომია მაგ მიმართულებით და ამ ცხოველთა ფერმის მიხედვით არის Animals-ის ალბომი Pink Floyd-ის მაგაზეა რეალურად მაგ წიგნზეა ეგ ალბომი რა რომელიც ასევე ტექსტობრივად არის ძალიან დიდარი ძალიან მაგარი და მუსიკალურადაც საოცარი ალბომია სულ მიხედვით იმისა რომ არის 5 სიმღერა და ეგ ან 2 არის 2 წუთიანი სიმღერები 3 არის 16 წუთიანი 17 წუთიანი და რაღაც 14 წუთია თუ რაღაც და Queen-ს რაც შეეხება იყო იმიტომ რომ ყველა რომ ამას უსმენდა Bohemian Rhapsody-ს ალბათ ხო ყველა რომ ამას უსმენდა ხოლმე ეგეთი დამოკიდებულებით ვარ ბავშვობით ეხა ვცდილობ რომ შევიცვალო არა შევიცვალო დამოკიდებულება რამ ხრივ რომ რაღაცა რომ ძალიან მაგარია და ყველა უსმენს ან უყურებს კუარი კი არ თქვა ყველა ვინ უსმენს Bohemian Rhapsody-ს ჩემს გარშემო ძალიან ბევრი და აი რაღაცაზე რომ ნახავდი რომ აი ამას ტრილიონ ბილიონ რაღაც ნახვა აქვს მე ერთ პერიოდი მქონდა ხოლმე აი ყველაზე ნაკლები ნახვა და მოსმენა რაც აქვს მაგას მაგრამ Led Zeppelin-ი რატო იყო ეგეთი არის Led Zeppelin-ი ალბათ ბავშვობის ის იყო რა ქვია სენტიმენტები Deep Purple იყო Deep Purple-ის ყველას ვერ უსმენ მაგალითად ყველაზე გავრცელებული Smoke on the Waters და Ian Gillan-ის Child in Times იმიტომ უსმენ რომ უბრალოდ მაგაზე ისტორია რო ვიცი რომ ერთი ლაივია რომელიც წლის ლაივია არ ვიცი რაღაც თეატრივით თეთრ სივრცეში შედან და ამას ღერის და ზუსტად მაგნამ ღერის მერე იმაზე ყელზე აქვს ოპერაცია გაკეთებული მაგას 6 ჯერ თუ 7 ჯერ მაგის სიმღერის მერე რა და აი მაგარო დამაინტერესა ნახე არ მომწონს მუსიკალურად ანუ კი არ ვამბობ რომ მაგარი არ არის ეხლა დაახლოებით მე უნდა მიგახვიდე რომ ეს მესი თუ რონალდო და პირობითად ჩემს არის საყვარელი ფეხბურთელი როგორც კალასთვის რონალდო მაგრამ აგერ რომ მესი ძალიან რონალდო საყვარელი ფეხბურთელი მე მაგორ შორის მაინც მესია არა მესი ამას რომ ძალიან მაგარია რონალდო უყვარს უფრო მეტად ეხლა თქო ხო აი დაახლოებით ეგ არის ჩემს ვარიანტში რომ ძალიან მაგარია რატო არის კი მაგრამ ანუ ეს ფეხბურთი ხო არა კონკურენცია არ არის აქ არა კონკურენცია არ არის თქო მაგრამ რატო ვერ უსმენ თქო მაგას გეუბნები მიხვდი ანუ არ მომეწონა მუსიკალურად მაგრამ რო არ მომეწონა მუსიკალურად იმას ანიშნავს რომ ჩამირთო ან სიამონებით ვერ მოусმენ ან არ ვიტყვი რომ ძალიან მაგარი არ არის თქო და ანუ წარმოვიდგინე ეს მუსიკალურობა რამ შემიცვალა რომ ამ სიმღერის მერე თვითონ რომ რაღაცა ურთულესი და უმაღლესი ნოტები დააფიქსირა და ამის მერე რომ ოპერაციები მეთქი მე ვინ ოხერი ვარ ანუ ამას უეჭველი უნდა მოусმინოთ ხა და სხვანაირად შემიყვარდა ეხა რა თქმა უნდა მანქანაში Child in რატო Child in usmენ მანქანაში და ანუ აი რო დავშერჩავ Child in Times ერთ-ერთი მოგონება პირველი რაც მაქვს რაღაც კასეტა კონდა ძმაკაც და გადავიწერე და ერთ ხარეს პირველი სიმღერა იყო Child in Time და მეორე ხარეს პირველი სიმღერა იყო Uriah Heep-ის July Morning
და Child in Times უსმენდი, ჩავრდა კასეტა, თან ოთახში ვიჯექებ, კითხულობდი რაღაც და მამა ჩემი შემომივარდა ოთახში, რომ დაიწყოს კივილი გილანმა, რომ ესო ამასო ბავშვობაში უსმენდითო ბაბინებზე რო ვიჯექიო, ვაკეშიო, ბებიაშენთან სახშიო, ისო რაღაც მოტირილი დაიწყო. ძლივს გავაგდე ოთახიდან, გადიმედი აწუთიანი სიმღერაა თან. და სანამ კასტის პირველი ნახევარი რომ დამთავრდა, ისეთიო, ნაზავი იყო რა, Scorpions-ი და Queen და რაღაცები იყო. და რომ მორჩა ეს და მეორე ნაწილი რომ დაიწყო კასეტის და July Morning-ის ის რომ დაიწყო სინთეზატორი, შემოვარდა ამაზე. ესა ჩემი ბავშვობის სიმღერა და მე რომ ნახე, დაახლოებით ერთი პერიოდია თან 31-32 წლებია და ეტყობა იმ პერიოდში უსმენდნენ რაღაცა ბაბინებზე ვიღაცამ საიდანღაც ჩამოიტანა, იმიტომ რომ მაშინ ხო ეს სად მოგეშოვა ახლა ის ურაი ჰიპსაი შანსი არ იყო, ვერცად ვერ შოვიდი და ვერც Deep Purple. და მე მაგ მამა ჩემის ეძენილი ადრე ძველი ვინილები და ისინი ნათარგმნი რო აი მაგაზე მაგარი გადაობა, რავი, არაფერი არა, სიმღერებს ათაურებანი ნათარგმნი. უკან იმაზე ყდაზე აწერია იმის მე. აი რაღაცა კიბეები ცაში. Stairway to Heaven, ნათარგმნია, რუსულად და აწერია. რუსულად არის ნათარგმნი. ხო, სიმღერების ათაურები ნათარგმნია ყველას საერთოდ. იმიგრანტების სიმღერა, არის პირველი სიმღერა იმაში. Led Zeppelin-ის ვინილზე. Okay. ამას დავუბრუნდები სადღაც ისე მუსიკალურ ბმას, ოღონდ უკვე ფეხბურთთან მიმართებით, მანამდე რო ვიფიქრო რაზე. სად ხვდები პირველად, აი კოჭებში ემჩნევა ხო იცი ფეხბურთელზე რომ ამბობენ ხოლმე. რეპორტაჟიც ბევრი იქნებოდა ეგეთი, ამოჩემებაც შეიძლება იყოს, რომ ვიღაც ფეხბურთელს თქვი, რომ ეს იქნება ეს ტალანტია, ნიჭიერია და всё. ამას არაფერი არ გაყო. მე ხა რაღაც სამი ფეხბურთელი ვინც გაგახსენდება ეგენი მითხარი. იქამდე უნდა თქვა, რომ ყავს სპონსორი, ორი კათხა, სადაც 4 სახის კრაფტ ლუდი ჩამოისხმება, პილსნერი, APA, ლაგერი, ხორბლის ლუდი და ასევე შეგიძლიათ აქ დააგემონოთ ევროპული და ქართული სამზარეულო. და საბდებარობს? ვიქტორ კუპრაძის 52-ში, მადლობა. მადლობა. კითხვა არ მახსოვს ადამიანს, ანუ საერთოდ მითხარი, მაგრამ რა საერთოდ ვიზეც ჩააჭირე, რომ ეს არის ანუ და გაამართლა თუ არ გაამართლა თუ რომელი? ეგ უკვე შენ მეორე საქმეა. მე ხედა ვიტყვი რა, მე ძმაო, მესი რო ნახე თავიდან ძალიან ძნელია, გარ ვიცი. აი გაამართლა მაშინ თუ შენ ეგ კვარაზე არის ერთი როგორი სად ნახე კვარაზე პირველი თამაში? რუბინში, ოღონდ. მაგრამ მან ნახე არ მქონდა ხო რუსთავში არ მინახავს მის თამაშებს. რუბინში ვნახე და პირველივე თამაშს რომელსაც უყურე ეს მე მგონი ეს პერიოდია ზუკაციკაა. ოღონდ სკამზე იყო იმ თამაშში. შეიძლება კი, სანამ არსენალ ტულაში გაანათხოვებდა. და ეს რო დავინახე ამის თამაში რო ვნახე, პირველი რეაქცია იყო შოკის, რომ ქართველი ფეხბურთელი თამამი ესეთი, რომ ტიპი ბურთს იღებს და პირდაპირ. ორი მეტოქე ყავდა ხოლმე, სულ მთელი ის თამაშას უყურე, ხაღარ მახსოვს მეტოქე ვინ იყო ნაღდად. მაგრამ ბურთს რო იღებდა, სტუმრად თამაშობდნენ ეგ მახსოვს, ბურთს რო იღებდა, ორი ტიპი სულ ფეხზე აჯდა, რასაც ქვია და ორივეზე მაინც პირდაპირ ეს ნაგავად მიდიოდა იმ ორი ტიპის მოსატყუებლად. და იმ თამაში არც გოლი გაუტანია, რამდენადაც მახსოვს და რაღაცა განსაკუთრებული, ანუ მაქრივ შედეგის ხო არ გაუკეთებია. თამაშს რო უყურე ტიპის, მან და აი კოჭებში რო შევხატყვე, რომ ეს ქართველი ფეხბურთელი მე ეს არ მახსოვს თქო. ჩაკვეზე მქონდა ეგ რეაქცია, ოღონდ როგორც ჩაკვეზე დაგვიანებული რეაქცია მქონდა, ოღონდ სხვა კუთხით. მაგ კუთხით არ ვამბობ, ოღონდ რაზეც აი კვარაზე რაც ახლა მოვყევი. ჩაკვეზე მქონდა როგორი რეაქცია, იცი? ტრაუმის მერე დაბრუნებული იყო. და თამაში მიყვავდა და შენ ამბობ, რომ ყაზახეთიც გავიარეთ, ერთა ლიგაც გავიარეთ და ოკეი. და უბრალოდ ტრავმა ჰქონდა და ძალიან ისეთი პერიოდია უკვე რომ კაცმა არ იცის უკვე რას. ბუდიში კიდევ ერთხელ ბელგიის ჩემპიონატი მიყავდა უეჭველი, ხო? კი. თამაში მიმყავს, მე და პავლიკას მიყავდა და ერთ-ერთ მომენტში, ერთ-ერთ თამაში, არ მახსოვს რომელი თამაში იყო, ძალიან მარტივად დაისერჩება და მოიძებნება ეგ თამაში და გეტყვი რატო. ძალიან მაგრად თამაშობს, დაბრუნებული ახალი ტრავმიდან და აი თამაშის პროცესში მიკროფონები გავთიშეთ რა, გავთიშე და პავლიკას მიუტრიალდი და ბიჭო რა მაგარია მეთქი. ტიპის სწორ გადაწყვეტილებას იღებს 10-დან 10 შემთხვევაში. არასწორს არაფერს არ აკეთებს რა. და თამაშის ყურება ხო ერთი სიამოვნებაა ეს გძელი ნაბიჯობით რომ მოვაქოლმე ბურთი, მაგრამ რასაც აკეთებს, აი ტვინი რო ეტყობა, ინტელექტი რო ეტყობა საფეხბურთო და თამაში რო იცის, ფეხბურთი რო იცის. აი ადამიანმა თავიდან ბოლომდე, დღემდან ტერფამდე რო იცის ტიპმა რა. და აი ამას რო უყურებდი და ახტოვანებული რო ხარ, რომ რა მაგარია ეს ტიპი, რა მაგარ ფეხბურთს თამაშობს, რა მაგარი ფეხბურთელი. 27 წუთამდე გაგზავნა, ეგ მდო წითელი ვარათი მიიღო. აუ გონი შემთხვევით დააბიჯო უკრიდან ფეხი ვიღაცას. ნუ ედებოდა რა თქმა უნდა ჰაილაიტები. დააბიჯო ფეხი ვიღაცას. ანუ და იმას გულისხმობ რომ ჩაკვეს ტალანტი შევაფასე. არა, ჩაკვე უკვე ტალანტია კაცო ამ დროს. როცა ეს რეპორტაჟი გვაქვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ახტოვანდით
რამდენად მაგარი იყო და ის თვისებები, რომელიც მეერე გამოვავლინა ვოთფორდში თუ საქართველოს ნაკრებში, აი ამ თამაში ჩანდა. მანამდე ისე აქტიურად და მანამდე სხვა ჩაკვეტაძე ვიცოდით რა და აი ამ თამაში კონკრეტულად მიხოთ იმ სამარცხა ფლანგის თამაშობდა. მაგრამ გამოცდა ჰაილაითებიდან მახსოვს თქო რაღაც სიღრმეში შემოდიოდა ნახევარგულში იღებდა პლეიმეიკერები რაღაცები გამოჩნდა. მგონი ერთი მაგარი პოტენციურად საგოლი გადაცემას გაკეთდა და მგონი ვერ გაიტანეს. შეიძლება მომენტები აღარ მახსოვს, მაგრამ აი ახთოვანების მომენტი მახსოვს და იმისი რომ ის რაც დავინახეთ აქ ჩაკვეტაძეს შესრულებდი იმ თამაში, მანამდე ეგეთი ჩაკვეტაძე ანახე არ მყავდა და იმდა ახთოვანებულები ვიყავით თუ ის წითელი ბარტი ძალიან საწყენი იყო, მაგრამ რაც მე ნახეთ უკვე მართლა იმის მერე იყო სლოვანი და მერე იყო ვოთფორდი, მაგრამ აი რაც ვოთფორდში ნაკრებში გამოვავლინა, აი აქ რაღაცა საწყისები იყო თითქოს და ეგ ჩანდა რა. და კიდე ერთი ადრე მაგ წლების წინ რაღაცა ეგ უფრო ძალიან ზედაპირული ცოდნა იყო მაინც იმ ფეხბურთელების, მაგრამ არგენტინელ ტალანტებზე მაგ რაღაცა ბლოგივით დაწერილი და ვინ იყო ნიჭიერი ფეხბურთელი იმ დროისთვის, მაგრამ აი უმეტესობა მაგარი ფარჩაკი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. როდრიგო დეპოლმა ითამაშა მარტო მე მგონი იქიდან აღალ დონეზე, მე მგონი ახალ კორეამ და აი ახალ კორეა ალბათ ერთ-ერთი ახალ კორეას ფეხბურთის თამაშს მე უფრო ჩავწვდი ატლეტიკოს თამაშებს არ ვიცი რამდენი ატლეტიკოს გულშემატკივარი იცი საქართველოში ყავს გარშემო მეგობარიც მაგაცი მე მყავს მაგაცი დიეგო სიმეონეს ხათრით სანდროვა ცნობილაძე და ასევე იმის ხათრითო ძალიან ბევრი მიყავს ატლეტიკოს თამაშები და მაგრამ მოიცა სანდრო ცნობილაძე საკუბო ამბებში ოდიდგანვე ატლეტიკოს გულშემატკივარი არა ოდიდგანვე არა მაგრამ სიმეონეს პერიოდიდან მოყოლებული ატლეტიკოსკენ და ძალიან ბევრი მიყავდა ატლეტიკოს თამაშები სანდროს ვაკ წაყოლი არავის არ აქვს მაგდენი დედამიწის ზურგზე ალბათ წაყოლი ატლეტიკოს პირად კომენტატორს ეჭება არ კონდეს და ბიზნესაც ევასებოდა ხო? ხო და ახალ კორეა არ მომწონდა ხოლმე. აი როგორი ფეხბურთელი იყო იცი? ძალიან ცუდი ის უნდა ვთქვა ხო ფრაზა. ნირიბიანი მიასა რა. აი რაღაცნაირი ძალიან სწრაფიც არ იყო. ხო. ალბათ ხა რატო ამ დილეტანტურია ვიღაცამ გიჟობაში არ ჩამითვალოს რა თქმა უნდა მოღლის დონის ფეხბურთელი, მაგრამ აი FIFA-ს რო თამაშობს, წარმოგიდგენია და ფეხბურთელს იმდენად რეალისტურად რო ვერ გადაყავს და არც სწრაფია. არც განსაკუთრებული რაღაც დარტყმა არ აქვს. ვერც დრიბლინგი ვერ აქვს ისე, ანუ გულისხმობ რომ კონტროლერს გაყვეს. შესაძლოა მე რო უყურებდი ხოლმე, რაღაცა ისეთ საკონძო მომენტები ქონდა ხოლმე რომ სისულელე ისევდა, მაგრამ ისეც გააკეთებდა, ერთს რომ გადაგიჟებდა. ძალიან ტექნიკურია და თავში ცოტა უქრის და ეგ ეთყობა გადაწყვეტილებებში რა, იმიტომ რომ ხანდახან არა აბსოლუტურად არაორდინალურ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ თუ გამოვიდა, ძალიან მაგარი რაღაც გამოდის ხოლმე რა. მაგრამ სიგიჟებს აკეთებს, აი პასი რომ ისაცემია პასო არ აკეთებს და ძალიან უცნაური სიტუაცია ინაროჟება დაარტყას, ოღონდ თუ გაიტანა რომ ყველანაირად ამართლებ რა, ხო ясნია, ხა პასი ყველა მიხვდებოდა პასაპირე და ამიტომ დაარტყა. მაგრამ მეორე ხრი თუ ვერ გაიტანა, ყველა რო ეჩხუბებო რომ პასი არ გააკეთე. შეიძლება ვწდები, მაგრამ რაღაცა გამახსენე და მგონი შენ მიყავდა ახალ კონემ რაღაც სიგიჟე გადაწყვეტილება მიიღო თან სკამიდან იყო შემოსული და ერთ-ერთზე პასი არ მისცათ. რაღაც გიჟობა გააკეთა. შეიძლება. ხო, რატომ აკეთებდა ეგეთ რაღაცებს? სკამიდან ძალიან შეერთ შემოდიოდა. ყველაზე მეტი გოლი აქვს თუ არ ვწდები ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ისტორიაში სკამიდან შემოსვლის მერე. მართლა? და ბარსელონა და გუნდს გულშემატკივრავს, სადაც ლამასია არის, ჩვეულებრივ წაღარო ვამბობდით კამერებს მიყო ერთადერთი ქარხანა დინამოს აკადემია გვაქვს საქართველოში. ქარხანა ჩვეულებრივ მან ძალიან ის არის ხოლმე, რა ქვია. თვალსაჩინოა ვინ რატო ხა მაგალითად ერთ თვალსაჩინოს გეტყვით აფსონასაც უთხარი რომ ყავდა. სუფატი ალბათ რომაც ვერ გაამართლა თუ სხვა. კიდე ვიღაცა ყავდა და ვერ გაამართლა. ვერ გაამართლა ვერაფრით. მაგრამ აკადემიიდან ამოსული ლამასიადან. კაი, მინიშნებას მოგცემო თუ გამარჯვება. მაიცერთან ისევ ვეცდები. ოკეი. ლამასიადან ამოსული ტიპი. ვა. ეხლა რომ ლამასიადან არ იყოს, მაგრამ შევწყვე, მაგრამ ლამასიადან არ იქნება ალბათ. წაღმოუკმინაო. გენიტალიებზე უცხოთ შორის გუშინ ინფორმაცია წავიგეთ. მართლა? ძალიან გამიგვირდა. მაიცერთან პერესი არ არის, ალბათ კუენკა არ იქნება, ტელიო არ იქნება. ტელიოც არ არის. ეგ ხა ვიცი რომელიც არის, მაგ დროს მე ვიყავი კუენკას და ტელიოს დროს 2012-13 წლებში ვიყავი. ანუ ბოლო პერიოდის არის და ანსუფატი არ არის? ანსუფატი არ არის. ანსუფატი მე იყო. ანსუფატი მე იყო თუ ერთა. ხო, ანსუფატი მე იყო 1-2 წლით ადრე. მილანთან ითამაშა პირველი ამხანაგური კესი ყავდა შუაში, ტაფსონასთან ეგ თამაში გავიხსენეთ ზუსტად. შუა ნახევარმცველი, ზუსტად გამხდარი და ჭამს მინდორს ისე ხედავს და ეხა ისეთ ადგილას თამაშობს. პუჩი, ხო, კი, ბაზარი არა. და მაგრად დამწყდა გოლი. პუჩი მე მანდარ შემეფასებია, პუჩის თამაში მე ვნახე. პუჩის თამაშებს მეგონი ბარსელონა B-ში უყურებდი თქო. მე ვნახე იმაში ახალგაზრდულ გუნდში, ახალგაზრდული ლიგის ფინალში და ხო, ეგ იყო 23 ძალიან მაგრა ითამაშა. ძალიან და
ვერა ხო. კიდევ ერთი გამახსენდა ახლა მაგას მუნირ ელ-ჰადადი. სასწაული იყო ამ პატარა ასაკში. ეს ვიხსენებ კიდე ბარსელონა B-ში ეგრე 10 ნომერი იყო ხოლმე შემტევი იყო. ოღონდ ცენტრალური თავდამსხმელი იყო თუ მგონი უფრო მარჯვენა ფლანგზეც იყო და 10-იანზეც თამაშობდა. აი ეხა იქ მინდოდა რომ დამესერჩა. მე გეტყვი ერთ ტიპს რომელიც ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო და ბარსელონას აკადემიაში იყო როგორც მახსოვს, მაგრამ საერთოდ არაფერი მე სიტიში წავიდა. აბა გაიასულინი ვიცი ეგ მაგრამ ეგ არ არის არა ეგ ვიცი რომ არ იქნებოდა თუ გაიასულინი ძალიან ისეთი ანუ არც ამოსულა ძირითად გუნდში ბარსელონაში რო არის 17 წლის ტიპი ძირითად გუნდში 17 წლის ტიპი რო თამაშობს და მაგაზე რო იტყვი რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ამან ფეხბურთმა ითამაშოს და ვერ ითამაშოს შენ არ შემწდარ რუსინდისო იყო იმიტომ რომ 17 წლის ტიპი ბარსელონაში რო თამაშობს ხო ნიჭიერი ტიპია და ფეხბურთმა ითამაშოს თუ ვერ ითამაშა შენი ბრალი არა ხო შენ სწორად თქვი რა პოტენციალი აღარ აქვს იმ ტიპს იმიტომ რომ ბარსელონაშია 17 წელსახში და შესაძლოა რაღაც თვითონ დააკლო ან რაღაცა მოხდა ან ბევრი ფაქტორია შეიძლება არაფერი არ დააკლო ან არ გამოვიდა რა აი ვერ არ გამოვიდა ბევრი აი ნახე შეიძლება არც არაფერი არ დააკლო შეიძლება პოტენციალი შეიძლება просто შენივე პოზიციაზე გამოდგეს ვიღაცა უფრო მაგარი ტიპი და ამ ფსიქოლოგიურად მენტალურ ნაწილზე ხა ეგ უნდა მეთქვა აზრი შეიძლება ეგეც არ შეიქნას შეიძლება არ იყოს ეგ პონტი მაგრამ ორი მაგარი მარცხენა მცველის ყოლის ფუფუნება არ არის გუნდში ხემ თორე შენ არ გინდას გამზე ყოფნა ხშირად მნიშვნელოვან თამაშებში გინდა თამაში გადადიხარ სხვა გუნდში მოითხოვ გამიშუცო და იმ სხვა გუნდში ვეღარ ითამაშე იმიტომ რომ ძნელი არ გივარგა თანაგუნდელი არ გივარგა რაღაცა სხვა პრობლემაა ბევრი ძალიან ფეხბურთელის კარიერა წარმატებული შედგეს ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვას რა და მაგიტო არიან ეს ორი არანორმალური მესი და კრისტიანო კიდევ 10 მაგად და 100 მაგად დასაფასებლები რომ ტიპებმა ამ ხელა კარიერა დადეს ტრენდერ რო გზელდება და სასწაული არის მართლა ორი ტიპი რო ვნახეთ ეგეთი არა თუ ერთი კი მაგის ეხლა წარმოგიდგენთ შენ მაგათი სრულად ხილვის შესაძლებლობა მოგეცა და მე ჩავერთე მაგამბებში ყურება რასაც ყო 2007 წლიდან მაგის მერე მახსოვს ჩემი ძმის ნათლია დიანა ანდღულაძე ცეკვავდა ვაიმე ბაბუამის ის სახელი გვარი დამავიწყდა კაცი რომელმაც ოსური ცეკვის ელემენტები შექმნა და მოკლედ 30 შუშა არის აქ 30 ქართველი ან 15 არ მახსოვს ქართველი ქალი შეარჩიეს და 2009 წლის ფინალზე წაიყვანეს ეს რაც ყვება მე მგონი ტყვედ წაიყვანეს ტყვედ 30 ქალვაჟი შეარჩიეს და მე ხა იცი რა ტყვედ გაყიდეს და არა მე იცი რა მიხარია ეს ფაქტი ხო არ იცოდი რა ეს რომ 15-მა ქართველმა ქალმა იცეკვა 2009 წლის ფინალში ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედის შეიძლება ვიცოდი მაგრამ დამოვიწყდა აი ეს პასუხი არ მიიღება. ამ მომენტში არ ვიცოდი. მე მედიერი ვარ რომ სულ ერთი შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ რაღაცა წაიღე რაც შეიძლება არ იცოდი და გითხარ. ძალიან თამდობალი ხარ. მე მგონია რომ ბევრად მეტი რაღაც შეგიძლია კიდე მით რაც არ ვიცოდი. მაგრამ მარტო ეგ ფაქტი არ მგონია რომ იყო. გამორიცხულია ფეხბურთში რამე. ოკეი. ხო და 40 წლის ვარ უკვე თან დამეწყო უკვე ასაკის ისინი მახსოვრობის ჩავარდნები და რაღაცები. არ ჯერა მაგის. ეხლა შენ საიდან მსჯელობ მეორე სეზონში რომ ფინალი წააგე. მესამეში ბოდიში. თუნდაც რატო არის ეგ ნაკლებად ლეგიტიმური მიზეზი რომ მაგაზე ვიმსჯელო. იმიტომ რომ მოიგებდა და კამბეკი ჩატარდა. არა, შანსი არა. ეხლა ეს სეზონიდან ისეთი რთული იქნება რომ აი ხახა შენის ფეხბურთელი, ვინც პოტენციალის მქონე იყო და უცოდ მენტალურ ნაწილში. არა, მე ვარ უკვე რომ დაბერდა და კარიერის დამთავრების დრო როა. უცები რომ უნდა ჩამოკიდოს ლურს მასზე და რო არ კიდევ. ხალხი მაგას მაგ დროს იწყებს ხოლმე და შეიძლება 40 წლის ასაკში. ხო რა, აი მაგი თეორიულ ნაწილზე გადადის ხოლმე თავიდან ბოლომდე. არა, ასაკის მატება თლად კაი პონტი არ არის. მაჩურის მეხსიერებაზეც მოქმედებს. სამწუხარო 25-ის რო ვიყავი მაშინ დაწყებულიყო მაგიდის დერბი. აუ 25 წლის ასაკში ახლა ნახე 25-ის ხვდები 10 სეზონში დაიხურებოდა ეგ გადაცემა, იმიტომ რომ მარტო მე მექნებოდა მოგებული ალბათ. 10 სეზონის ბევრია, მაშინ ამ წელიწადში 2 ხო? ხო, მაშინ მე თუმეტესო, 10 წელიწად. არა, მარტო მე არ მექნებოდა ვიღაცებს მოიგებდნენ ალბათ, მაგრამ აი ვიღაცებს როგორ მოიგებდნენ, აი ახმელიაზე როგორ რაღაცას გულისხმობ, იცი? ანუ 25 წლის ასაკში რა თქმა უნდა გონება ბევრად მიჭრიდა და უფრო სხარტად ვაზონდი. მაგრამ 25 წლის ასაკში ამხილა ინფორმაცია. აი ეგ უნდა მეთქვა, მაშინ მაგდენ არ ვიცოდი. მაშინ მაგდენ არ ვიცოდი. ბავშვი დღეს საერთოდ ცოდნა, საფეხბურთო ფაქტობრივი ცოდნა დღეს თამაშად ძალიან აწეულია და განსაკუთრებით დაიწია ბოლო 2-3 წელიწადში, როცა ეს მაგიდის დერბიც დაიწყო და როცა სხვა გადაცემებიც და არა მარტო გადაცემები, ზოგადად თამაშები შემოემატა, იმიტომ რომ დღესდღეობით თბილისში მაგალითად რო გაიარო ძალიან ბევრი საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშია და ინფორმაცია რომელიც ადრე იყო ხელმისაწვდომი მარტო ვთქვათ ვიღაც კომენტატორისთვის სიტყვაზე, იმიტომ რომ პროფესიის შემადგენელი ნაწილი იყო. დღეს ძალიან ბევრი მოთამაშეთვის ახლა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ
იმ რაღაცა კონკრეტულ ფაქტზე კითხვა რო არის მოტანილი სადღაც თამაშში და შენ ათამაშები რო გაქვს და გამოიცანი თუ ვერ გამოიცანი არ აქვს მნიშვნელობა გელექება ეგ გონებაში და გამახსოვრდება და მაგიტო დღეს თუ თქვა სიტყვაზე ადრე აი რაღაც აიმდენის ცოდნა საკმარისი იყო რაღაცეები ვიღაცეებისთვის მოგეგო დღეს აღარ ეს უკვე ყველა მიცის ადრე იცოდა ხუთმა კაცმა დღეს ყველა მიცის მარტო ფეხბურთზე არა ყველაფერზე ეგრეა საერთოდ დაფიქრე ზოგადი განათლება როა იყო რა 20 წლის წინ არ იყო ძალიან შორეული დრო 2-5 წელია მე ძალიან კარგად მახსოვს 2-5 წელი შენ არა მაგრამ მე კარგად მახსოვს 2-5 წელი და შემოგავიხსენოთ და ჯასვაკეთებდი ხო 2005 წელს რა ცოდნაც იყო საზოგადოებაში ზოგადი ცოდნა რაც იყო იმასთან შედარებით დღეს არის სასაცილოა ანუ დღეს იმდენი ისეთი ინფორმაციებია უკვე საყოველთაო ცოდნის საგანი რაც მაშინ იყო რაღაც ლამის პრივილეგირებული და მე შემიძლია გითხრა როგორ შევა მიხვდა მაგას მარტივად ძველი გადაცემები ნახე ვის უნდა 20000-ის მაგალითად ან რამე ეგეთი ხო ინტელექტუალური ან რაღაც სადაც ერთ-ერთი მაგ ნანახი მილიონ ვის უნდა გახდეს მილიონერად უცხოური რა პირისპიროს ხედან და იგივე ვის უნდა გახდეს 20000 რომ ამერიკული რა იქო მილიონი იყო და ტაროიჯდა ხოლმე ხო ოღონ ამერიკული ვერსია რა და მილიონზე ისეთი იდიოტიზმი ისეთი კითხვა მილიონზე რომ ხო ვერ გამოვიცნო ბიჭო მარტივი ძალიან მარტივი ანუ დღეს უკვე არის ყველა მიცის ეგ ამბავი რა და მაშინ არ იცოდა ყველა სამ ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი და წიგნი უნდა გამოგეთხო ეგ და წაგიკითხავ ინტერნეტი არ იყო და არაფერი დღეს ყველა მიცის უკვე რა ბილ გეიტსის მაგაც უნდა ყოფილიყო მაშინ და დღეს იცის ყველა ეგ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ძალიან მარტივი იცისაა თან რაღაც კითხვა რა რომელიც დღეს მილიონზე კი არა იმაზე არ დასვავ 10000 ლარზე ხო 10000-ზე არა 500 ლარზე მე რა მოქვს სინათქვა მე თუნდაც ეხა გერმანიაში რო ვიყავით რაღაც თურქეთის რაღაც ბევრი ის არ მომიწია მაგრამ ეხა ბოლოს ვიყავი უნგრეთში ბუდაპეშტში და ზოგადად ვრედითსაც ერთი პერიოდი უჯექი ხოლმე და ნახულობდი ტალანტები და რაღაც საქართველოში განსაკუთრებით ეხა კიდე ადრე აი ჩემ პერიოდსაც გეუბნები წარმოგიდგენ შენი პერიოდი რა იქნებოდა 90-იანებში მაგრამ 90-იანებში რო შევეშვათ აი მე რაც მაქვს ნანახი თუნდაც მარტო გორში ან აქ რო ჩამოდიოდი და თამაშობდი უბანში რო გახვიდე აი 10 ფეხბურთელი 5-5-ზე თამაშობ 10 ფეხბურთელიდან 8-ის თამაში გესიამონებოდა ეგეთი ტალანტები ვერავინ ვერ დამაჯერებს აი ეგრე რაოდენობრივად ხა კი ბევრნი არიან ინგლისში ხარ ამდენით მეტნი ცხოვრობენ მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი აი დღეს მე და გიორგი ფირცხელანი საუბრობდით მაგაზე რა ქუთაისში რო ვიყავით და ქუთაისის ტალანტებზე და აი ყურებიდან გადმოდით ტიპებს ნიჭიო ფეხბურთისო და ის არ არის სკოლა არ არის ანუ აი ესეთ დინამოსნაირი აკადემია რა არ არის ეგეთი არსად ხო და აროჩე რა ჩვენ თქვი მეც ახლა ფეხბურთს ვთამაშობდი კიდე 35-ში რო დავდიოდი ხო ხა ვყურებდი ტიპებს ხო ვისი უნარი და შნო ქონდა აი იმდენი ჭირი ფეხბურთელი იყო ვინც უბრალოდ ეს მინახავს ან ვისაც ჩემთან თუ თამაშია რო აი ძალიან ბევრი ადამიანი დაწყებული ბევრი ხარ ხო 4-იანი სულაკველიძის აკადემიაში სულაკველიძესთან მარცვალაძე იყო ჩემი თანამდებობაზე. ხო, მაგრამ რა 84-იანი ხო ხარ და წარმოვიდგინე შენ რამდენი 85-იან და 6-იანს ნახავდი ოქროს თაობას რო ეძახდი. ხო, 4-იანებიდან მარცვალაძე ორი კვირა ვიარეს სულაკველიძესთან და მარცვალაძე მახსოვს ხანავდა. ოთარი. ხო, სულაკველიძესთან იყო 60 ბავშვი, მართლა 60 ბავშვი ვიყავით. ანუ ორი გუნდად რო ყოფდა, კიდე ორი გუნდი რჩებოდა და კიდე ერთი რჩება. ანუ მაშინაც მაგდენი იყავით, კაცო. ნუ ეხა იცი რა ხდება? პული. ხო, მაგრამ ეხა რა ხდება იცი საერთოდ? მაშინ დინამოს სულაკველის აკადემიის გუნდს რამდენადაც მახსოვს მაგასაკში ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ტურნირი ჰქონდა მოგებულია ერთი ორი კვირით ადრე თუ რაღაც ბარსელონაში რაღაც ტურნირი ჰქონდა მოგებული 94 წელია. და ნუ აი 10 წლის ვარ 9 წლის და მე მიმიყვანეს მამ შემათრიეს და ნუ აი აიჩი და რაღაცა მეტრო. ნუ ხალხი რო პიკის საათი ძოს მეტროში აი მაგდენი ადამიანი მოძრაობდა მინდორზე იმდენი ფეხბურთელი იყო. და ხო და რაც მომინდოდა 94 წლიდან რომ მოყვე რაც მე ფეხბურთი რო შემიყვანეს და თამაშო დავიწყე და მე 35-ში ვიარე ცოტა ხანი და ცოტა ხანი 1-2 წელი წვნელები ძალიან ბევრი ყველა არა ძალიან ბევრი წვნელი ძალიან ბევრი ჩინოვნიკი ფედერაციის თანამშრომლებიდან დაწყებული საფეხბურთო ფუნქციონერებით გაგრძელებული კლუბების პრეზიდენტები ადმინისტრაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრი სკაუტები ისინი აი ვისაც ფეხბურთში უმუშავია აი ბოლო 30 წელი ავიღოთ 95 წლიდან ავიღოთ რა დღემდე ვისაც ფეხბურთში უმუშავია 95% მაგ ხალხის 5%-ს არა ცოტა თან 5% ბევრი ადამიანია ბევრი ადამიანია დღეს 95%-ზე მაგ ხალხის გამოვიყვანდი რუსთაველზე და გავროზგავდი აი ოდესე 30-40 როზგით რა აი სერიოზულად მაგარს ვცემდი რა ტიპებს იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენია რომ სხვისი ბრალი იყოს ის ფაქტი რომ ამდენი წლის განმავლობაში
ესეთი მდგომარეობა, რომ ამდენი ტალანტი დავკარგეთ. იმიტომ ის ტალანტი რო იკარგება თუნდაც თავის გამო, თავის მიზეზს რაღაც თუ ეძახით, რომ ეს გამოყლევდა და მაგითო ვერ ითამაშა. შეგაწყვეტინებ. ვისი ბრალია? ხო, და აი რაზე გაწყვეტინებ ზუსტად. ვინ ვერ ჩაწვეთ ამ ბიჭს ამ ბავშვს თავში, რომ არ უნდა გამოყლევდეს. ვინ ვერ აუხსნა, რომ იცი რა, შენ თუ წახვედი და მანქანა იყიდე, მაგის ცხოვრება არ დამთავრდა, ფეხბურთი კიდევ სათამაშებელი გაქვს შეჩემა. ვისი ბრალია აქ? შობლის, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე, მაგრამ მწვრთნელის, ვინც იქ მუშაობს. მე ეს ერთი თავში პრობლემაა. საუბარია კიდევ ერთხელ მაინც რო გაიგოთ, მართლა ნიჭიერ და მაგარ ფეხო ეხა იმაზე რა ქვია. პინოკიოს გამოთვლას არავინ არ ითხოვს, არ არის საუბარი, ვინც ჩარლი ჩაპლინი ვიდადის და ახლოს არ არის. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო საქართველოში, რომელმაც ფეხბურთი ვერ ითამაშა, იმიტომ რომ ან ინფრასტრუქტურა არ უარგოდა, ან მწვრთნელი არ უარგოდა, იმიტომ რომ პროფესიონალი არ იყო და მარტო ფულის კეთებაზე იყო გადასული და ეგაინტერესებდა მარტო. ან მშობელმაც ვერ იმასქნა, ძალიან ბევრი მიზეზია რის გამო. მაშინ ეგრევე გადახდა იყო ხომ მწვრთნელთან. ხო, ძველთან ერთად. გადაიღეთ ჩემი შვილი ათამაშა? არა, ათამაშა არა, მაგრამ ნუ აი იგივე ის ფაქტი თუნდაც რომ სულაკველის აკადემიაში 60 ბავშვი ვიყავით, არა ნორმალური. ხო, არა ნორმალური. დღეს არის მაგმხრივ, ოღონდ დღეს ახ გეტყვი როგორ არის. ბოდიში სანამ გეტყვი, რას გაწყვეტინებ წეღან და მაინც როგორც თქვი 95%, 90% ბავშვების თუ ფეხბურთელი ვერ გამოდის, ვერ გამოდის რა ასაკშიც 15-17. ეს ის ასაკია, როდესაც ვიღაცა ირჩევს ქუჩას, ვიღაცას ცუდი სამეგობრო წრეყავს, ან ვიღაცას 15-16 წლის რო ხარ, შენი თაობისთვისაც ალბათ ეგრე იქნებოდა, მე რო გარდატეხის ასაკი მქონდა, აი დედაჩემი რაღაცას რომ მეტყოდა ხომ, მეთქი გაჩერდი დედა და ანუ კაცი რო გონია თავი რა, რაღაც ეგ ისინი რო გაქრა. მშობლებს ეწინააღმდეგე ხომ მაგას აქ ბუნებრივია ახლა ეგ. ხო და შესაბამისად ის ხო არ არის რა ქვია, მარტო ჩვენ ხო არ ვიცით. ხო, რა თქმა უნდა, მაგ დროს არის უკვე მწვრთნელი, რომელმაც უნდა მოაბრუნოს, ანუ მშობელი არ არის, მშობელმა არ იცის. მშობელი საერთოდ სხვა. მე მგონი რომ მშობლების პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში რაღაცა ისეთი პირველია. მშობლებს არ საუბრობ საერთოდ. ვიდეო რო დავდე მშობლებს ანუ ვიდეო მიდევს YouTube-ზე და TikTok-ზე დავდე რომ იქაც ახლა ფედერაციაში გვასწავლი ამ მწვრთნელი 24 წლის ასაკში რომ ბელიცენზია ავიღო, მგონი მაგას ფიქრობდნენ რომ 24 წლის რო არ და ახლა პირობითად შენ რომ მოკავს, ბავშვი რომ მომიყვანო შენ და შენ ხარ 40 წლის. და მე უნდა მოვიდე შენთან და გითხრა რა, იცი რა, ბატონო დატო, ჩვენს ვარჯიშზე დასწრება არ შეგიძლია. ბატონო ვახტანგ, სწორია. ბატონო ვახტანგ, ჩვენს ვარჯიშზე დასწრება არ შეგიძლია, თუ შეიძლება ბავშვს რაღაცები არ დაუძახო. ანუ მართალი ბრძანდებით, ბატონო შალვა, გავაჯვამ ეხლავე. ხო და მგონი რომ მაგას იტყვია? ბიჭო, უნდა თქვა ან ხო და ხო შენ ხარ ხო შენ მოიყვანეს ბავშვი ხო ზუსტად ხო და კი და ეგ არის ნახე მე მაგებს ყოველთვის ვცდილობ რომ გავფილტრო ჩემ მშობლებთან ვინც ყავს მაგრამ ეხლა მე გეუბნები ჩემთან ხო ინდივიდუალური მე გეუბნები გუნდში რა ხდება ხო დავდივარ თამაშებზე ბავშვთა ფეხბურთს ძალიან აქტიურად ვუყურებ ერთი კარგი ბავშვია მართლა ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში თამაშობს და მშობელს დავაკვირდი რა და ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ რომ რაღაცა ის მშობელის მეთქი რა წყნარი კაცია რანაირად თქვა რაღაცა და თამაში დავჯექი და ზუსტად დავითვალე პირველი ტაიმი რამდენი უნდა იყოს თან მაგათი თამაშობენ 9-9-ზე 25 წუთის განმავლობაში 16 მითითება რა თქმა უნდა ხმამაღლა ყვირილი და ემოციებით ეგ მესმის ხოლმე რომ ემოციურია მშობელი მაგრამ ემოციები არ უნდა გადავიდეს ანალიტიკაზე რომ ვსაუბრობთ 16 შეძახილიდან 16-ვე იყო როგორი აბსურდი იცი? ალბათ ისეთი რომ არც მინდა რომ გითხარო რომ უყურებდე მეთქი ანუ რომც არ იყოს რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მაგას რატო ვერ ხვდება ხალხი რომ ეს სულ რომ მაგარი ტიპი იყოს და სწორი ვერ ყოფილიყო 16 მწვრთნელი არ არისო? შენ საქმეში ერევა პირდაპირ ტიპი. თუ შენ არ გენდობა, მაშინ წაიყვანოს ეს ბავშვი ვიღაცასთან, ვისაც ენდობა. თუ არავინ არ ყავს ქვეყანაში, ვისაც ენდობა, წაიყვანოს სხვა ქვეყანაში მაშინ და იქნებ შვეიცარიაში იპოვოს ვიღაც კარგი მწვრთნელი, რომელიც გაუზდის საქართველოს კარგ ფეხბურთელს, მაგრამ შენ რომ მიდიხარ ვიღაცასთან, რომელიც სხვა საქმეს აკეთებს, აღა ხო არ ასწავლი იმ ტიპს, შენ ახლა არიცი ეს საქმე და მე აქ ჩემი ბავშვი მოვიყვანა, მე ვასწავლი ბარემ. აბა შენისთვის ხარ მაგრამ. შენ ანუ იმ გუნდის მწვრთნელისთვის არის. და მე მანდ უკვე მწვრთნელის ტიპაჟი, მწვრთნელი უნდა იყო ეგეთი, რომ ავტორიტეტი შექმნა შენი თავის, რომ ვიღაცა არ გაგიბედოს რაღაც რა. ავტორიტეტი შექმნა რა, დირექტორის გენებას ვარ დაიწყე. არა, ძალიან მარტივია, ნახე. თუ შენ გინდა რომ შენ შულს ესე გაწვრთნა შენი I'm out of this case. წაიყვანე. ხო, არა, კი, ეგ. თან მithumetes ამას გეუბნები, ჩვენ ხო არ გვაქვს აკადემიები და ეხლა კაი ვიღაც სკოლას უნდა რომ დაიჭიროს ეს ბავშვი. მაგრამ მე რო პირობითად დინამოს აკადემიას რატო ეხლა მაინც ეგ არის ჩვენი პირველი სახე, დინამოს აკადემიაში მშობლებს არ უშვებენ ვარჯიშს. ხო, ძალიან სწორია. ეგრეც ძალიან სწორია. არაფერ კავშირი არ არის. შობელი მოვიდა, ბავშვი მოიყვანა, წავიდა, გამოუარა, წაიყვანა. всё.
საბწნულო პროცესში მშობელი არ უნდა ჩაერიოს. ეხლა ბიჭო, ეცან პატარა ბავშვებზე რახანაა საუბარი, მაგიტოა მიიჩნევა თითქოს რომ ეს ძალიან ლოგიკურია და ნორმალურია რომ მშობელი იქ დგას და ამას ყველაფერს დიდებზეც ეგრეა. აბა დიდებზე გადაათამაშებს. არ წარმოიდგინეთ ამ დიდებზე რა. საქართველოს ნაკრებში ვარჯიში რო არის ახლა ჩვენი რა, სანიოლმა გამოიძახა 25 კაცია ჩამოვიდნენ 40 წლის ლამის კაშია და კაშიას მშობლები რომ მოვიდნენ და დაუწო რაღაც. ხო რა გაკენა რაღაცებს მითითებს რო აძლევენ რა და ვიღაცა კვარას ბადრი რო ამისული ვარაცხელი ეხა და სულიკო დავითაშვილი და რაღაცებს რო კარნახობენ ყველა ზურიკო რო ბურთს მიიღებს აქედან სულიკო ყვირის რაღაცას იქიდან ბადრი ყვირის რაღაცას და დიდებს რო გადმოაკატაო. ხო სიგიჟეა და პატარებში რატო არ არის იგივე ვერ ხვდები ფეხბურთზეა ლაპარაკი ხო? და მე ხა ვიღაცა თუ იტყვის რომ ის ხავს დასრული ადამიანია რა ვიცი საქართველოს არის ქვეყანა სადაც 40 წლის ჩემხელა კაცებზე ბავშვიაო ამბობენ მშობლები. ჩემი ბავშვი, ჩემი შვილი კაიყო. ჩემი ბავშვი მაგას. ჩემი ბავშვი მაგას არიზან და რაღაცას ვამბობ. რაღაც არიზან და ბავშვი აჩვენებენ და ჭაღარა წვერებიანი კაციაში, ღიპიანი შეჩემა, სამი კაცი იყოს მოკლული. შენ რო გაქვს რა თქმა უნდა, ხო იცი რა ქვეყანაში ფეხბურთი ყველა მიცისო. დაახლოებით ეგრე, რატო ქართულის მასწავლებელს ან მათემატიკის მასწავლებელს არ ამით და გუში მქონდა ეგრე. აი, ძალიან მაგარი მათემატიკის მასწავლებელს ან მიდიან. რომ მიდიხარ და რეპეტიტორთან რო ვასწავლე. პითაგორა ესე არ არის. არა, ეგრე არ არის ეს. რა, ვითივერ დახაზე რა გჭირს შენ კიდე? გუში მქონდა პატარა პრეცედენტი. ნუ ძალიან მიყვარს კარგი მასწავლე ყავს ერთი რა, მაგრამ რა ბავშვას ვერჩი და არც მშობლებს რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი კითხვა დავში. ნახე, გუში რაღაცაზე არ მოიქცა სწორად ფეხბურთელი. და ანუ ნახე რა უთხარი რომ ეს არ შეიძლება საყოველად მოვიდა შემომარტყა რა მოსწავლეზე გელაპარაკებო. ხა ეს მოსწავლე არ გეუბნები რომ რაღაც ვარშკლავებს ყიდავს საერთოდ არა. მაგრამ კითხვა დავუსვი რა ამბავს რომ ქართულის მასწავლებელს ამას გაუბედავთ ხო და არა ისო მასწავლებელია და მე ვინო არ მეთქი და შენც მასწავლებელი ხარ ოღონდ ფეხბურთისო. ანუ შესაბამისად ეხა წარმოიდგინე ბავშვია პატარა და მე მშობელმა ადამიანმა ყურებოდი ან მეთქი რა ბოდიში გელაპარაკები 7-8 წლის ბავშვზე რომელსაც უბრალოდ უნდა გართობა და ის და მოსულა ხო მოხდა რა პრობლემა კი რა მაგრამ ეხა წარმოიდგინე შენ მშობელი რომელიც ფეხბურთშია ჩართული ნუ გონია რომ ჩართულია ან თუნდაც მართლა ჩართული იყოს და ეხა ამ ამბებშია და რაღაც არ მოსწონს შვილის და გონია რომ ამას მწვრთნელი ვერ ხედავს. რაღაც მომენტში მართლა ანუ ჩვენ თავებს ხოლმე კოლეგებად დაგვიქვამ ყოველს და ეგრეც არის მწვრთნელებს ბოლომდე მიწის ქვეშ ჩავიყვან ხოლმე რომ კაი არ ესმის, არ იცის, არ არის კომპეტენტური, მაგრამ მაინც არ დადის ჩემამდე რაღაც რო უკმაყოფილო. აი მშობელმა მოგიყვანე შენ ხარ მწვრთნელი ბავშვი და 90%-ს კარნახობ მე და ვაკეთებ მე. რატო დამყავს შენთან მაზოხისტი ვარ მე? და მე მაინც მაგას თავი განანებე კიდე მე რაღაცომ თქომე პასუხს ეგ ჩემი შვილი ფეხბურთელი გამოვა ეგ არის აქტუალური შენ თუ ჩემთან მოიყვანე ტიპი და მე ზიხარ და შენ გარნახობ რაღაცებს და შენ აძლევ მითითებებს მე რაღაცებს თქო პასუხს მაგრამ შენ იყავი ბარემ ამ გუნდის მწვრთნელი კაცო მე წავალ კომუნიკაციის ფორმები არსებობს ჩვენც რო გავიარეთ ბავშვთა სპორტული ფსიქოლოგია ნახე რა არის ბავშვს არ უნდა დაუსვა შეკითხვა რატომ ანუ ისეთი შეკითხვა არ უნდა დაუსვა რაზეც დახურულ ბოლოიანი პასუხები იქნება კი ან არა უნდა ალაპარაკო და ნახე მაგალითად მშობელი ხარ და მამ იცი რა არის მე მეგონა რომ იქ ერთ-ერთზე რო გახვედი მე ესე მგონია პასი ხო არ ჯობდა და ის უკვე შემოდის რა დიალოგში რომ იმ ბავშვს ანალიზის უნარი უჩნდა ხო რატო არ გააკეთა პასი შეიძლება აგიხსნას ამას განიხილავ ადამიანს როგორც მე და შენ განვიხილოთ ადამიანურ იმაში და ეს ეხა მესმის ალბათ მე უნდა ვიყო პირველ რიგში მშობელი რომ ეს მივხვდი რამდენად რთულია მაგრამ ამდენი დავიდარების ჭირო არ ამის და დარიგების მე რომ მაინც იგივე მეორდება უკვე რთულია Red Bull-ის რეკლამა რო იყო ეგ და ნეიმარი იყვნენ და ნეიმარი მე ძალიან მიყვარდა მაგრამ ჰაჩი მასტორი იყო რომ ეგეთ ბევრი იყო ძალიან ბევრი იყო ხო აი რაღაცის სენტიმენტებთან რო ასოცირდება ხოლმე ეგეც ვიხსენებ ხოლმე თორე ხა იმდენი იყო რომ დავიწყოთ აი გაიასულინი იყო აი ყველაზე ისეთი რა ვინც მახსოვს რომ ძალიან ნიჭიერი იყო ტიპია კაკას გავდა თამაშს მანდერიდან და ვიზუალურადაც შენ იცი ფეხბურთში ორადორი რამე რასაც ვერ მოიმატებ რა არის რაც ვერ მოიმატებ არაც არის ღმერთისგან დაფერთხებული ნიჭი ერთია უკვე ერთი მიპასუხე თუ რასაც ვერ მოიმატებ ანუ ინტელექტს საფეხბურთო ინტელექტს არა, ეგ მოედნის ხედვა და ის კიდე სხვა რაღაც. აი ფიზიოლოგიაში ორი რაღაცაა, საფეხბურთოდ რაც ვერ მოიმატებ. ეს არის. თუ გინდა ვიფიქრე. ოკეი. კაი და რა ეწოდება შენთვის ფიზიკურად როგორ ზნობ ბურთს მაგას? ტექნიკა ეწოდება. ნუ ტექნიკა მრავალმხრივია, საბაჟო ტექნიკა, ბურთის კონტროლია, დრიბლინგია. დრიბლინგი სამიდან ერთ-ერთი არის მინდა გითხრა ისეთი ამბავია რომ დრიბლინგის მომატება და სწავლა მე მგონია რომ მაინც შესაძლებელია რა ცოტა უნდა გასწავლონ სხვა გადაადგილება არა ანაირად გეტყვი ნახე შენ საუბრო ბურთის კონტროლზე
დრიბლინგი არის რაც აქვს მესის პირობითად. მე რაც შენაპარაკობდი. ბურთის ტარებაზე ამბობ შენ უბრალოდ. არა, მე ვამბობდი იმენა ბურთის შეგრძნებაზე. აი ბურთის ფიზიკურ დონეზე ბურთის შეგრძნება. აი ბურთს რო გადმოგიკიდებ, მეტყვი რომ მიიღებ. რა შოტის გრძნობა როგორ სადაეცემა როგორ გრძნობა. არა, ხო ფეხით რო იღებ, რა შეგრძნება გაქვს ამ დროს ფიზიკურად ორგანიზმში, რომ მუხლით რომ მიიღე, რა შეგრძნება გაქვს, ეგ მგონია რომ ან გაქვს ეგეთი, ან აგეთი. ეგეთი რა დრიბლინგია? დრიბლინგი ჩვენ ხო ის ვიცით მარტო ბურთის ტარება. აი პირობითად ახლა მესი რო ავიღოთ დილეტანტურად. მესის რაც აქვს ხო არის დაფერთხებული ნიჭი. ხო. თლიან ნაწილს მარტო დრიბლინგს რო შევხედოთ. ფეხბურთში არის ორი რაღაცა, რაც ვერ მოიმატებს ბავშვი. სისწრაფე და დრიბლინგი. სისწრაფის მომატება შეიძლება. გეტყვი ხა. მე და ჩემს მეგობარს გვაქვს ნაკამათები მაგრად. მე მგონია რომ სისწრაფის მომატება შეიძლება. აი გეტყვი ხა ზუსტად რა არის? თეთრი ბოჭკოებია, რომელიც დედის მხრიდან არის გადმოცემული. 95%. შენ სწრაფი იქნები თუ არა უკვე დაახლოებით იციან როცა მუცელში ხარ მერვე ან მეცხრე თვეში როცა მშობელი თუ თეთრი ბოჭკოები ჭარბობს ესე იგი შენ მიდრეკილება გექნება ესე მორბენალი კი არ გამოხვალ მაგრამ რაზე აქვს პასუხისმგებელი კუნთოვანი მასაზე კუნთოვანი მასა ქსოვილები რაც არის თავიდან ბოლომდე და ეხა ნახე 5% რაც დარჩა ეს არის რომ მაგალითად ტრავმა მიიღე ან არ მიიღე და შენი მაქსიმალური სისწრაფის პოტენციალი როგორ გამოიყენე ხო? და 5%-ია. ეხლა ჩემო მეგობარმა ესეთი რაღაც რისერჩები რაღაც მეცნიერების ისინი ChatGPT-ები დამიდო და ესეთი რაღაც მითხრა რა ნიჭზე ვსაუბრობთ. ეხლა წარმოგიდგენე ტყუპები ვართ, ვარ ერთი შალვა და მეორე ჩემი ძმა ირაკლი და ვართ ტყუპისარ. ყავს ტყუპისარ. ირაკლი და ქვე ტყუპის წელს. რატო არ ნერქას? რატო დავარქვი ირაკლი? ჩემი ძმას ქვია ირაკლი და ბარემ თქო ირაკლი ტყუპისარი. არა, ტყუპისარი არა. არა, მაშინ არ ვარ. მაიცა შალვა და ოკეი. შაკო. შაკო იგივეა. აიცა შალვა და ტატო არა მიმსგავსებული სახელი მინდა რა შალვა და შავლეგი დავაი ოკეი მამა ჩემს ქვია პასპორტი შავლეგი წერე სხვათა შორის კარგად გამიგწავს შალვა და შავლეგი შალვა დარჩა საქართველოში ხო არ გვაქვს ნიჭი არ გვაქვს რა ანუ ბოჭკოები თეთრი არ ჭარბობს დედის მხრიდან და მოკლედ ვართ შეულებრივი და დაბადებიდანვე პირველ თვეს გაუშვეს შავლეგი ნიგერიაში. ხო. და გაიზარდა იქაური წესებით. ხო. უფრო მაგარი ირბენს თუ არა შავლეგი. აი ეგ რისერჩი დამიდო ჩემა მეგობარმა. ბევრი ვეკამათი. რაღაც ხრი მართალია რომ იქ იმდენად შეეჩვევა და ადაპტაციას გაივლის ორგანიზმი, რომ შედარებით სწრაფი იქნება ვიდრე შალვა აქ. მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ ნიჭი ქონდა სისწრაფის და მომატება შეუძლია. ის თავის მაქსიმალურს მიაღწევს იქაური პირობებიდან გამომდინარე. შენ ვერ მიაღწია მაქსიმალურს აქედან ამ პირობებიდან გამომდინარე. მაგრამ რატო არის რომ შავკანიანი მორბენლები ბევრად სწრაფები არიან ვიდრე თეთრკანიანი? აი ეგ იყო კარგი კონტრარგუმენტი იქიდანაც და მან გავიჭედე. მაგრამ ეგ ეუბნება ამას აი თუნდაც აი რაც ვისწავლეთ. ნაღდია ეგ რაც ხმაურებიან მეცნიერულად საფეხბურთო ნაღდია რომ დრიბლინგში რას გულისხმობთ ნახე დრიბლინგს არ გეკეთრები ამ შემთხვევაში სისწრაფეზე ეგრე 95% და თეთრი ბოჭკოები უნდა ჭარბობდეს მე შენ რომ მოხვალ პირობითად და ბურთთან საერთოდ შეხება არ ქონია მწვრთნელი იმის არის როგორც ამბანს გასწავლის მე შენ უეჭველად გასწავლი მიღებასაც პასის გაცემასაც დარტყმასაც რაღაც დონეზე ვერ მასწავლი ხო ან თუნდაც უმაღლეს დონეზე რომ გასწავლო იქ ინდივიდუალურად რო გადაწყვეტა მოგწევ შენ დრიბლინგი არ გაქვს და მოერჩერა. მე ბურთის მზნობელობა ცუდი არ მაქვს ნამდვილად. ანუ კარგად ვიზნობ ბურთს, მაგრამ ნუ ხო სისტრაფეში გამიჭირდა 40 წლის ასაკში აშკარა. ძალიან ბავშვობაში? ბავშვობაში არ ვიყავი ნელი სხვათა შორის. მაგრამ მე თავდასხმად თამაშებდნენ და მე 1-2 თამაში მოედნის ხედვა არ მქონდა ცუდი და პასებსაც კარგი ვაკეთებდი და 1-2 თამაში ცენტრში მომიწია ვიღაცა იყო მოსული ვარჯიშზე თუ რაღაც და ცენტრში ისე კარგად ვითამაშე რომ დამხია უკან თელმა და მათამაშებდა ფაქტობრივად 6-იანად იმიტომ რომ როგორ იყო იცი საყრდენი იყო ის ნუ ბიჭო ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ სქემა გქონდა 4-4-2 ბიჭო ეხა შენ მიყვები რამდენი წლის იყავი ერთხელაც მითხარი 12 11-11-ზე იყავით გადასულები კი ახალი მაშინ ახალი გადასულები და რომ თამაშობდით 4-4-2 იყო მარაკანაზე თამაშობდით მარტივი არა მე ვიყავი 35 FSM-ის სკოლა ნაძალადე და როგორ იყო იცი მარაკანა როდის შეიქმნა მაგის მერე შეიქმნა მარაკანა სად იყო მაშინ არა იყო 4-4 მე რომ მახსოვს რომ იყო 4-4-2 თამაშობდით და ეს 4-4-2 ხაზზე 4 ნახევარმცველი იყო და 2 ცენტრალური ნახევარმცველი რა და მე და ჩემი მეზობელი ვიყავით კახა ჯანგულაშვილი მე ძალიან მაგრად თამაშობდა მართლა აი ეგეც ერთ-ერთი ტიპია რომელსაც ვიტყვი რომ ფეხბურთის თამაში ფეხბურთი ეთამაშა მაგრამ ვერ ეთამაშა სხვა მიზეზების გამო და მე და ეს 6 და 8 ნომერზე ვიყავით იმიტომ 10-იანი ხა ამ სქემაში აღარ არის ხო და არც მე ვიყავი 8 ნომერი და არც ის იყო 6 ნომერი არ ვიყავით თან მე ვცვლიდით პირველ ტაიმი ეს იყო 6-იანი მე 8-იანი მეორე ტაიმი მე ვიყავი 6-იანი ეს 8-იანი და თან ფეხბურთში
90-იანი წლების შუაში წარმოიდგინე, როდესაც ფეხბურთი ჩემი ასაკის მაგ დროს, ჩემ ასაკში ფეხბურთის თამაში იყო, მთელი სამწნოლო გენია მაშინ როგორი ტრიალებდა ქართულ ფეხბურთში მაგ ასაკში, რომ ცენტრიდან დაიწყება თამაში, უკან მცველი მიიღებდა ბურთს, პასი გაუგორებდი უკან მცველს და ეს მცველი ამოვარტყამდა ბურთს, ფეხს გადააგდებდა წინ. მერე იქ ბრძოლა ბურთისთვის ვიღაც მოიგებდა, მერე მივიდა და მე ვარცოს ამოვარტყამდა ბურთს, გადმოაგდებდა აქ და ცენტრალურ ნახევარმცველი იდექი და აი ესე. ხო, მაშინ ის არ ქონათ ალბათ. თამაშის დაწყების ის არის რომ იცდება პირველი ზონიდან აგება თამაშის. ინდორზე ბურთი თითქმის არ იყო. მერე ვიღაცას ბურთი აეჭრებოდა, ერთ-ერთ მცველს ვეღარ მოიგერიებდა და სადღაც იქ ჩავარდებოდა, ვიღაც დაითრევდა და უძებს სწრაფი შეტევა და მერე ამკუთხური იქნებოდა ან კარიდან დაარტყმა და იგივე, მერე კარიდან დაარტყამდა ეს. აქ ახტებოდნენ ვიღაცა პირველი დაიძახებდნენ, ვიღაც გადაახტებოდნენ მეორე, დაიძახებდნენ, მერე ვიღაც აეჭრებოდა და ეგ იყო მთელი ფეხბურთი. ნახევარდაცვიდან შეტევა, მაშინ რაც გვარდიოლა იყო მით უმეტეს, რომ ხვდები, ძალიან მარტივი იყო, ცოტა მეტრი ცოდნათ ფეხბურთი ამ მწვრთნელებს, რომ მაინც აქტიურად ჩაერთოთ ნახევარმცველები ცენტრალურები მით უმეტეს თამაშში, მაგრამ გვარდიოლას ფეხბურთი რო ყოფილიყო აქტუალური, უფრო მეტად თვალსაჩინო იქნებოდა ამათვისაც, რომ აი ესე უნდა დავტვირთოთ ახლა და ვათამაშოთ, მაგრამ ნუ არ იყო და საერთოდ შენით ამოვიდო. შენით ამოვიდო. ხო, ვისწავლიდი იმას, რომ მოვტრიალდე, ჩავიდე, ბურთი წამოვიღო რა. ერთხელ არ ვთქვამთ, ჩემ მწვრთნელს წლების განმავლობაში ერთხელ არ ვთქვამს ცენტრალურ მცველთან ჩამოირბინე ბურთის ასატანადო ან თუნდაც იმისთვის რომ ცენტრალურ ნახევარმცველი გამოიყოლო რა და სივრცე გაათავისუფლოს ერთხელ ერთი წინადება არ მაქვს ეგეთ ტენდენციაც როგორ შეიცვალა ხო სხვა თემას გადავედი მაგრამ აი ის ფაქტი რომ აი ბურთი სანამ მომივა რომ ჩამოირბინე რა თქვა ბურთს ამოტანაზე ჩალიჩობ და ცენტრალურ მცველი ხარ და ჩამოირბინე რა და სანამ პას გამიკეთებ შენ ხარ საყრდენი ცენტრალური რა ხო და შენ მცველი ხარ და ბურთი გააქრა და მე ჩამოირბინე რა და აი სანამ პას მომცემ დაასკანერო. აი ეს. ვაფშე ეგ არ გაქვს. 18-19 წლის ვიყავი რომ დავამოღამე, ფეხბურთს რო უყურებდი და ვიღაც ტიპებმა რო დაიწყეს. ვიღაც ტიპებს რო უყურებდი, ჩავიდა ისინი ნახევარმცველები რა, მანამდე ვინც იყვნენ თქვა იქ, ვინც არ უნდა ყოფილიყო. ხო, გიდა დეკო და ვინც გინდა ხო. აი ტიპები რო უცებ ეხლა ხო მაგის სპეციალური არჩევი ხო არსებობს რომ სკანირება და თან მაგიტო არსებობს ცნება რომელიც ალბათ 90 შეიძლება ვწდები 90-იანებში უფრო შეიქმნა ნახევარბრუნში დგომა ეგ აქვს მაგალითად ჩვენ თუ ოდნავ მარჯვნივ გვაქვს გატანილი მე ესე ვდგები რომ ხედავდე კარსაც პასი მესამეზე ანუ მაგ ფლანგისკენ მომართული რომ ნახევარბრუნში ესე 180 გრადუსიან იმას ქნი ეგ დაივიწყე ისიც კი არ უსწავლებიათ რომ აი ეს გააკეთე რომ ბურთს სანამ მიიღებ იქამდე იცოდე სად არიან შენიანები და მეტოქეები და არა ბურთს რომ მიიღებ მე ამოიხედო და მე დაამოღამო აბა სად ვართ ბრაცი რა ხდება ერთხელ არ ვთქვამთ ეგ წარმოიდგინე. ორი თემა მინდა წამოჭრა, ხა? პირველი, რამდენად უკვე მიგაჩნია დღევანდელი ცხოვრები და დღევანდელი გადმოსახედნა რომ სწორია, მეორე. რამდენად უნდა უთხრათ ბავშვი ჭერი ხარ და ზარმაცი და მე ერთი მოსაზრება მაგასთან დაკავშირებით რომ ბავშვი კი არ უნდა უთხრა რომ ნიჭიერი ხარ და ზარმაცი. ამ უნდა უთხრა რომ აი რა ნაწილზე არ შრომობ რომ მაგით აჩვენო რომ აი აქ იშრომე და არ უნდა გავუკეთო აქცენტი რომ ნიჭიერია და ზარმაცი და ეხა ის წამოწევს რომ აი მე მაგარი ვარ. არა, ეგ გაправებაა. ერთი ეგ და მე მახსოვს ბავშვობაში ფეხბურთში არა ზოგადად არაერთხელ უთქვამთ ჩემი კლასელისთვის თუ კლასელებისთვის თუ მეგობრებისთვის ვიღაცებს რომელიც არ სწავლობდნენ კარგად სკოლაში ვთქვათ რა რომ ეს ძალიან ნიჭიერია მაგრამ ზარმაცია ეგ ფრაზა იმდენჯერ გამიგია და არც ერთხელ იმ ადამიანზე ვისთვისაც ეგ უთქვამთ კარგად მაგას არ უმოქმედია ანუ კარგად არ უმოქმედია, იმიტომ რომ ხიბლში მიდის ადამიანი, ბავშვით ან მithume 12 წლის ბავშვს არ შეიძლება უთხრა, ან 10 წლის ბავშვს, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, მაგრამ ზარმაცი. ძალიან ცუდია ეგ, იმიტომ რომ ეს ტიპი ყოველ წამს გიწევს სიზარმაცესთან ბრძოლა და ვერ ხვდები რომ ერთ წრეზე ტრიალებ. ამ ტიპს გაправებული აქვს სიზარმაცე, კაცო. მე ხიბლში შედის უკვე რომ მე ძალიან ნიჭიერი ვარ და მე შეიძლება ცხოვრების ტრავმა ეს როგორ ტრავმა შეიძლება იცი დარჩეს. მე ხო არ ხარ პროფესიონალი, არ ვიცი, მაგრამ ვარაუდობ, იმიტომ რომ რაც უნახე საკუთარ თვალით ცხოვრებაში, იმას მოშვები რა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს მე ჩარჩა იმათ რომ ეს ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ ზარმაცი იყო და რა ეკნა. ანუ ეგეთი ისაა რა, რომ ზარმაცია რა ქნას. რა შეგვია რა ქნას, კაცო. ყველა ზარმაცები ვართ ადამიანები, აბსოლუტურად ყველა ზარმაცები. მე არ ვარ ზარმაცი, შენ არ ხარ ზარმაცი, ხო აკეთებ რაღაცას არა? ისნება კიდევ უფრო კარგად ჩამოვა. ანუ ბავშვს არ შეიძლება ეგ უთხრა, იმიტომ რომ გაправების წყალებში საშუალება აქვს ფსიქოლოგიურად მაგ დროს პატარა ასაკში ადამიანს, რომ ეს რასაც ეხა რომ აკლებს და არ აკეთებს, არის ლოგიკური. რაც შენ თქვი, რომ აი ამაზე და ამაზე გაქვს სამუშაო. ეგ არის ყველაზე სწორი მიდგომა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადამიანს უმახვილებ ყურადღებას იმაზე, რაზე შეიძლება იმუშაოს. ეხლა 8 წლის, 9 წლის, 10 წლის ბავშვი ძალიან ჭკვიანი
ტიპია უკვე იმისთვის რომ რაღაცა ვერ გაიგოს. ყველაფერს გაიგებს, ყველაფერი ესმის იმას. ნუ მაგის საერთო ენას მაინც გამონახავ ისე რომ აუხსნა. ჩვენ მეც არ უნდა იფიქრო ხა ადამიანმა რომ მე დიდი ვარ და ის პატარაა და ველაპარაკო არა, ჩვეულებრივ დასრული ადამიანები შეგიძლია ველაპარაკო, მე რაც გამოწლება მქონია ახლა ზოგადად პატარა როცა ვიყავი, მაშინაც როგორი ახმა მქონდა, ხო, მახსოვს 10 წლის რო ვიყავი, 11 წლის რო ვიყავი, არ მქონდა იმ საქმე რომ დაღეჭვა მჭირდება რაღაცეებს რომ გავიგო. ანუ შეიძლება სჭირდებოდეს დაღეჭვა, მაგრამ სხვა ხერხს გამონახავ კომუნიკაციის მაგ დროს ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელი დასრული ადამიანია და 1000%-იანი. დიდი ტიპია ვიდრე 10 წლის ბავშვი, ხო? მაგრამ სხვათა შორის ახლა ბოლო წლების განმავლობაში ცნება შეიცვალა. თუ ადრე ნიჭიერი ნიშნავდა ფეხბურთში იმას, რომ აი ბურთს კარგად აკოტრიალებს და ეხლა ცნება იმდენად არის შეცვლილი, რომ შრომის მოყარი ნიჭიერია. ანუ შენ ეხლა რას მეუბნე, რომ დაბადებიდან რო დაიბადე, შრომა გიყვარდა, სისულელე, ხო? და თუ ვიღაცას უყვარდა და ეგეთი ტიპი იყო, ესე იგი ნიჭიერია ისიც, ხო? გარკვეულწილად და ამებშიც გამიჯნა გვიჭირს ხოლმე. ხალხი ხომ მივიდა საბოლოო ჯამში იქამდე, რომ აი ის ფაქტი რომ შენ რაღაცეების კეთება შეგიძლია რომელიც შენი კომფორტის ზონიდან გამოსულია და არ შედის შენ კომფორტის ზონაში, ეგეც twins უნდა აიძულო ერთგვარად და ეგეც რაღაცნაირად დისციპლინის შედეგია რა, რომ შენ გინდა რომ რაღაცა აკეთო, მაგრამ ვერ აკეთებ იმ რაღაცას, იმიტომ რომ კომფორტის ზონაში შენსაში არ შედის. შენი კომფორტი სხვა რაღაცაა და ეს არ გიქმნის კომფორტს. მაგითო twins ნელ-ნელა აიძულებ, რომ ნელ-ნელა აჩვევ იმის კეთებას, რაც გინდა რომ გააკეთო სიტყვაზე საბოლოოდ და ორ კვირაში უკვე მე აღარ გიჭირს იმის კეთება, იმიტომ რომ მიჩვეულია შენი twin-ი, რომ ეს მარტივად აღარ უწევს ფიქრი. და შესაბამისად შრომაც იგივეა ზუსტად. ნიჭად მაგითო აღიქმება დღეს. შრომის უნარიანობაც, რომ ზუსტად ეგეთი ამბავია, რა უფრო მარტივად ახერხებ, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და აკეთო ისეთი რაღაცა, რაც არ არის გინდა თუ არა შენი პრიორიტეტი რომ აკეთო. შენ თუ ემხრობი იმას და მე ალბათ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, მაგრამ მაინც გონია რომ ეგრე არა. ყველა სოფლიო დონის აღიარებული ნიჭიერი ტიპი. ნუ ეხლა ისე ფეხბურთზე ვიყო, თუნდაც მარადონა, თუნდაც მესი თავისებურად არაადეკვატური და გიჟია. ანახე არა ყველა ადამიანი არაადეკვატური და გიჟია ვაფშე. კი, მაგრამ მე ხო ის რას გულისხმობ, რომ ეს ჭკვიანი კაცია, კაც წყნარია და ვიღაცები რომ მაგრამ ეგიც გაправება გამოდის. ყველა ნიჭიერი აი მხატვარზე რო იყო ხოლმე, ხო იცი, აი ნიჭიერი მხატვარია და გიჟი უნდა იყოს, აბა როგორ გამოვა, გალაქტიონი, გიჟი თუ და ლოთი თუ არ არის, ისე როგორ გამოვა და მაგას წაღებული ვიყავ სხვათა შორის. ამას არა რომ ზარმაცია და ნიჭიერია, მაგრამ მაგას კი ეხა რასაც ვაკვირდები ხოლმე. სიტყვაზე გალაქტიონი ლოთი რო არ ყოფილიყო, იქნებ 5-ჯერ მაგარი ყოფილიყო. ვინ იცის? ხო და არ უშვებ. ნახე ეგ მაგ ცუდად ჩალექილი ხა მაგიტო კითხე შენ როგორ ემხრობით ხო აი მე ჩემი ქვეცნობიერი რაღაც მომენტში არ უშვებს რომ ის თუ დაალაგებული იქნებოდა და არ დალებდა ვაფშე არ იქნებოდა ეგეთი მაგარი თქო რა ვიცით ეგა არ მგონია რომ ეგ იყოს იმიტომ რომ რავი ბევრი ნიჭიერი ტიპი აი მესიძეც ეხა რომ დავფიქრდეთ რაღაც თუნდაც არა რამხრივა მესის ხო არა აქვს მესის მესის არა აქვს მაგრამ ეხა მესიზე კრისტიანოს ხო არის გიჟიაო შრომის მოყოლია კი მაგრამ შრომის მოყოლია ბევრია ძალიან აი კრისტიანოს შევეშვათ მაშინ ეხა ვთქვათ კი შევთანხმდით იმაზე რომ შრომის მოყოლება ტალანტია მაგრამ ეხა შევეშვათ რაღაც მარადონა და იმით დავიწყეთ აი ძალიან ისე რომ მარადონა რო არ ყოფილიყო კოკაინის მოყარული მარადონა რო ყოფილიყო კოკაინის შეიძლება და ბევრად მაგარი ყოფილიყო შეიძლება და დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარი იქნებოდა კონტრარგუმენტი არ მაქვს მაგრამ მე ვამბობ რომ ვერ იქნებოდა თქო ეგეთი მაგარი მე დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარი იქნებოდა აი და როგორ უნდა ჯორჯი ბესტს რო ცოლი არ ეცემა თქო ვერ იქნებოდა ეგ ნო ეგ საერთოდ ისა არა მე სიგიჟი აი ჯორჯი ბესტი რა ხო რა ვიცი კაცი 54 წლის იყო რომ მოკვდა და ფეხბურთის კარიერა ფეხბურთელის კარიერა 27 წლის ასაკში დაამთავრა იმიტომ რომ სვავდა ხო და ღვიძლის გადაუნერგვა მოუწია და ღვიძლი რო გადაუნერგეს ოღონდ მე 51 წლის თუ რაღაც რო იყო არ შეეშვა მას და 3 წელიწადში გადანერგილი ღვიძლით თავიდან დაემართა ციროზი და მოკვდა. ეხლა ეგ როგორ შეიძლება თქვა მაგაზე რომ არა კაცო ეს სვამდა მაგით იყო მაგარი არა ჯორჯ ბესტს რო ალკოჰოლი არ გაესინჯა ცხოვრებაში ბევრად მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა დარწმუნებული ვარ. რაღაცა ცალკე ისნა დაგითმაშენ ხომ 5 სტუმარში ერთხელ უნდა მოგიყვანო 5 ჩაწერა. მაგრამ ეგეც ნუ გამწირავე ხო სახეს ნუ გამაძროთ მაგრამ რაც არ მიჭირს ლაპარაკია. მოარჩიე რა თემაც მინდა რომ იყოს ბოლო ისეთი სუყე რამდენად არ ვიცი მაგრამ მაინც საკაიფოდ მოგიწევს დაჭრა იმ ყველაფერსაც ლაპარაკეთ იმიტომ ბევრი გამოვიდა მე მგონი ძალიან მე მაგის პრობლემა არ მაქვს სხვათა შორის ხო იცი კალას აქვს ერთხელ უნდა თქვამი რომ თავარია რომ შენი საქმე გულით აკეთო და ვიღაც შენი სვენელი გეყოლება on დროთა განმავლობაში მოგემატებიან და კი 200 წლის მერე ყველა თავი კონცეპტით მაგრამ იმედია მანამდე ვიღაც გამოჩნდება ხო იქამდე არ ჩააჭირი ამ 200 წლის მერე დახოცვა
არა მართლა გული გაგიცნო იმედი გაგიცნო მართლა დედასპიცა იმდენად მოლოდნელი იყო რომ 200 წელიწადი მე მაცხოვრე არ გაცხოვრე რა თავი დავიზღვიე просто თავი დავიზღვიე შეიძლება ხა რა ვიცი მე მედიცინა როგორ ვითარდება კაცო არა ხო ბოდიში ჩემბერია რომ უფრო რეალურად წარმოვიდგინე რომ 200 წლის მერე დედამიწა შეიძლება რომ ვაფშე ღერძიდან გადმოვარდეს და გაეშვას კოსმოსში ვიდრე არა ეგ არ მოხდება ეგ არ მოხდება ეგ კი გონია ადამიანს ყოველას რომ თვითონ რომ მოკვდება მაშინ დამთა მუსიკა ვახსენეთ მასწავლება არაფერი ჰა მუსიკა ვახსენეთ ყველა სხვადასხვა ყურსასმენები მიკროფონების აპარატურა რაც გვაქვს ის ჩვენ გვაქვს სპონსორი ყავს სხვადასხვა აქაც მუსიკალური მაღაზია მირელი რომელიც მდებარეობს ყაზბეგის 11 ნომერში ასე რომ გარდა აპარატურის დაკვრა მე ძალიან მიყვარს გიტარაზე უკრავ დრამიც კარადაში მაქვს შენახული რაღაცებს ჩარლიჩევ ხოლმე ფორტეპიანო და ისის ნებისმიერი სახის ინსტრუმენტი ნებისმიერი დონის ინსტრუმენტი რაც გსურთ რომ შეიძინოთ და თუ ხართ ასეთები ჩემს გამოწერებში აუცილებლად ეწვიეთ მირელს კიდევ ერთხელ ყაზბეგის 11 ნომერში ეს მუსიკაც რაც შეეხება ის მსუყე თემა რაც გონია რომ მსუყე თემა იყოს თქო იქნება თქო გლობალური ნიჭი მაგალითად სამხრეთ ამერიკელებს ფეხბურთის თამა შეუძლიათ შენც და ცალკე ბიძინასაც რო უსმენ ხოლმე ესეთი ის მაქვს ხო რომ ესპანეთი არგენტინა საქართველოს ხო აიგივთ ხოლმე ფანატიზმის დონეზე რა მოდი ხა ვიღოთ შეიძლება ეს ფეხბურთში მე ფეხბურთშიც მოვყვები ხო გითხარ რომ 10 ფეხბურთელს რო აიღებთ ხო მინი სტადიონზე და აქედან 8-9 თამაშობს ეგეთი რამე შეიძლება ევროპაში ვერ ვნახოთ თუნდაც რუსეთის ჩემპიონატი ხა კვარასთან გამომდინარე რა ხან უყურებდით და ზუკასგან იქ იმ დონეზე იმიტომ ასული თანხები რო ბევრი ტრიალებს და იქ ასწავლიან თეორიას ფეხბურთელს მაგრამ აქედან მიდის აკრო აქ და ნიჭიერი რო შესაბამისად ჩემი აზრით აი ამ გლობალურ ნიჭში საქართველოს რო მოახვედრო რა ასპექტებში ვიქნებოდით გლობალურ ნიჭიერთა აი ეროვნებებში რა ნიჭით მოხვდებოდით ქართველებს ყველაზე ჭარბად რაშია ჩვენი ნიჭიერება და ფეხბურთის თვალსაზრისით ასევე ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ერი შენი აზრით რა თქმა უნდა ასპექტები იცი რა ჩვენი პლუსი მე რაც წარმომიდგენია რომ არის და თან გონია რომ ეგ გამპირობებულია ბევრი გარემო ფაქტორით მათ შორის იმითი ფეხბურთი როგორ გამვითარდა აქ და მათ შორის იმითი ჰავა როგორია და სად ვართ ამ სამხრეთელი ერი რო ვართ მე მგონი ბევრი ადამიანი დამეთანხმება რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საფეხბურთო არის ნიჭიერების არის ტექნიკა ანუ ტექნიკური ფეხბურთი გვიყვარს ქართველების სასურველი ფეხბურთი ფინელი ვერ იტყვის მაგას შვედი რომ გამოვიდეს მიიღოთ იმის იბრა ყავდათ და ის იტყვის გენეტიკაზე და მაღალი ვარ და ასე შვედი რომ მოვიდეს თქვას რომ ჩვენ შვედური ფეხბურთი არის ტექნიკური ფეხბურთიო ჩუსტი უნდა გაიხავ და ესროლო ხო წადი აქედან ხო თქვენ უფრო მეორე სართულზე მეგობრებო ხო ანუ ინგლისელი ვერ იტყვის მაგას ხო იმიტომ რომ ინგლისში ჟინოლა რო ჩავიდა და ტექნიკური ფეხბურთელი ნახეს ამაზე გაგიჟდნენ ანუ ვერ წარმოედგინათ რომ შეიძლება ფეხბურთი თურმე ეგრე ითამაშო და ბესტის მერე არ ყავდათ ტექნიკური არავინ ნანახი დენის ლოუს და ბესტის მერე და ისიც არც ერთი იყო ინგლისელი და არც მეორე ხო და შესაბამისად ქართველებს ეგ გვაქვს იმიტომ რომ ყველა გამორჩეული ფეხბურთელი ვინც ყავს და ვიზეც აფანატებთ და ვაღმერთებთ ყველა არის ტექნიკური ყველა ტექნიკური ტიპი იყო პაიჭაძიდან დაწყებული ღობერიძით გაგზელებული მესხით გაგზელებული და დამთავრებული თქო ტყიფიანით ხო საბჭოთა კავშირის პერიოდში ვინც დამაშობდა და ისინიც კი რომლებიც ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ არ იყვნენ შემტევები ისინიც კი ტექნიკურები იყვნენ ანუ ჩივაძე მურთას ხურცილავა ხო გადმოცემით რაც ვიცით ძალიან ტექნიკური მცველები იყვნენ მეკარეც რო აიღო გაბელია კოტრიგაძე ლამაზი სტილი ჰქონდა თამაშის მამაჩემს გაბელია დაბალი ხო იყო მაგრამ მურთას კოტრიგაძის მომენტ ხო მამაჩემს არაერთხელ უთქვამს რომ ბევრად ერჩივნა იაშენს კოტრიგაძე კი შეიძლება მიკერძოებული იყო რა თქმა უნდა ქართველი იყო და დინამოს გულშემატკივარი იყო თამარ კოტრიგაძე ის მამაჩემსთან მეკარეები უყვარდა და კოტრიგაძე ზუსტად გიზდებოდა იმიტომ რომ ამისი თამაშის სტილი სილამაზიდან გამომდინარე კოტრიგაძის სტილი იყო ბევრად მისაღები ამისთვის არა მარტო იმიტომ რომ ქართველი იყო ზოგადადაც ვიდრე იაშენის რომელიც უფრო მახინჯი სტილი იყო ამისთვის ამისი გადმოსახედიდან რა ისევ როგორც მე პარალელი რო გავავლებ წოდი რო ვიყავი და რო უთხარი იგივე მითხრა რომ ხო ეგ არის ანუ ბუფონი და კასილასი შევადარე რა მაგ კუთხით რომ აი ბუფონი უფრო იაშენის სტილის მეკარე იყო და კასილასი უფრო კოტრიგაძის სტილის იმიტომ რომ უფრო კასილასი მეც მევასებოდა მეკონებს რომ რეალს თამაშობდა იმიტომ რომ ლამაზი სტილის ჰქონდა რა თუნდაც ნახტომი თუნდაც ის ხო რა და თან მაღალი არის 3 მეტრიდან 4 მეტრიდან დარტყმულ ბურთზე რაღაცა ეგრე ხო სადაც ეგრე იყო 3-4 მეტრიდან დარტყმულ ბურთზე ნახტომში აღებული ბურთები მახსოვს ამისი და ხა ბუფონი ცოტა უფრო ესეთი ტიპი იყო რომელიც პოზიციას არჩევდა კარგად შესაბამისად ტექნიკური ასპექტები ფეხბურთის რაც არის იქნება ეს მცველი ნახევარმცველი მეკარე თუ თავდასხმელი ესაა ჩვენი მაგრამ მე პრობლემა ჩნდება იქ რომ კონკურენცია ამ მხრივ ძალიან დიდი ტექნიკურები არიან ბრაზილიელები არგენტინელები ესპანელები იტალიელები ან ძალიან ბევრი ერია იცი რომ უდიდესი ტექნიკური ფეხბურთელები რა საერთოდ სხვა იმით ბოდიში
ფუტზალი და გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური პორტუგალიელი ხომ ირანი მართლა? ირანი არის ტოპ 2 ლიგა. ესპანეთის მერე ირანია ყველაზე მაღალი დონის ლიგა. მაგრამ შორიგებენ ამ ფუტზალში და ვერაფერს შორიგებენ, მაგრამ სოფლიო დონეზე ირანი ყოველთვის არის ხოლმე ფინალი, ნახევარფინალი თამაში. ახლა ესპანეთი და პორტუგალია ჯობნის ეგ არის რა, ტექნიკურ ნაწილში. არგენტინა გახდა მათ ჩემპიონი, იტალია ბრაზილიას იმდენი ჩაგდებები ხა ფუტზალში გადახედო, მაგრამ ირანია მართლა? იცი როგორ არის მან ნახე ეხ შეიძლება მე რაღაცაში ვწდები. ირანში შეიძლება ჩემპიონატია განვითარებული იმ დონეზე რომ ნატურალიზირებული ფეხბურთელები შეიძლება. უფრო ესე ექვემდებარება მართალს ასე რომ სიმართლეს ასე რომ გამიკვირდებოდა რა, ხა ტექნიკური მაშინ დიდ ფეხბურთში არა ბევრი ირანელია ვინც ძალიან ტოპი. და რაც შეეხება იმ კითხვის ნაწილს, როდესაც ვკითხე რომ ყველაზე მეტია ნიჭიერი ერივინა ფეხბურთშიო? აი ძალიან ძნელი სათქმელია, არ ვიცი. მე ჩემს ბრაზილიას ვიტყოდი 20 წლის წინ, მაგრამ ვეღარ ვამბობ. ხო, ალბათ მე მაინც ეგრე სამხრეთ თვითონ კონტინენტს და აქეთ ესპანეთს ხო კიდე თავისი სტილი აქვს, თუნდაც აი ლამასი არ ვავიღოთ მარტო. ბარსას სტილი რო ავიღოთ, პატარა და საფრანგეთი ბოლო წლებში რა თაობებსაც უშვებს, არის აბსოლუტური ცაგიჟეთი ისეთ თაობ, მაგრამ საფრანგეთს ეხმარება ის რომ კოლონია იყო და ძალიან ბევრი ამ კოლონიიდან ჩასული ფეხბურთელია, ხო? ანუ ფრანგი რასაც ქვია, კი ის ფრანგია მოქალაქეობით, მაგრამ გენეტიკურად ფრანგი ხო არ არის? ალბანელია ზოგი. შეიძლება თქვა ურუგვაი. თვითონ ძალიან პატარა ქვეყანა იმისთვის რომ ორჯერ იყოს სოფლიოს ჩემპიონი და ამდენი მაგარ ფეხბურთელი გაეზარდოს წლებს საუკუნეების განმავლობაში, ფაქტობრივად უკვე საუკუნეების განმავლობაში. ძალიან პატარა ურუგვაი, ხო? ჩვენზე პატარა, როგორც მახსოვს, ჩვენზე პატარა. ჩვენზე პატარა არის? 3 მილიონზე არიან თუ ვაჩდა დაამთავრა. ხა ჩვენ რო გავხდით სოფლიო ჩემპიონები აიღო. ორჯერ. ხო, თან ორჯერ. და სუარესი და კავანი და ენცო ფრანჩესკოლი და ეგეთი ტიპები ყავდეს, გარდა იმისა, რომ სოფლიო ჩემპიონი იყავი, მე აქ. მე და ვერ მოიგო. სკიაფინო და ვიღან სკიაფინო კაი სოფლიო ჩემპიონი. ხო, ანუ ისეთი ურუგვაი შეიძლება თქვა, იმდენად ცოტა არიან და იმდენად მაგრები მაკუთხით. რატომ ხა ზოგადად რა თქმა უნდა ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია ინგლისს ვერ ვამბობ ისე. ხო, არა, ინგლისი უფრო განსწავლული ის არის. კი, იქ შეიქმნა, მაგრამ ძალიან ცნაურია რა, რომ ინგლისიც იგივე არის ახლა. ინგლისში ძალიან ბევრი ემიგრანტის შვილი თამაშობს დღესდღეობით ფეხბურთს და მაგის ხარჯზე უფრო არის, რომ უფრო ტექნიკური გახდა ინგლისური ფეხბურთი, თორე ჩემი ბავშვების ინგლისური ფეხბურთი იყო. ფლანგზე გაიტანი ჩავარდა, თუნდაც მანჩესტერის ტიმი დღემდე რაც უნდა იყოს. აი, გაიგდე ჩააწოვდი, სიდებილე სულ. ხო, მოდი ურუგვაის მივიღებ მაშინ პასუხად. ხო, რატომაც არა. ეგეთი პატარა ერი რომ ხორვატია ხორვატიაც კიდევ უფრო გამოჩნდება ეგ მომავალ წლებში. ასე ჩვენ ხელა ქვეყანა მოსახლეობით ცოტა დიდი, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტათი შეიძლება დიდი და რავი, ტიპები არიან კინაღამ სოფლიო ჩემპიონები. კი ბატონო, კი ბატონო. ამ პერიოდში თან ურუგვაი გაეროდეს იყო ეს ახლა. მადლობა. არაფერს. ძალიან გამისწორდა. ნირვანა რაღაცა ცალკე ხო ისედაც ახლა სტუმრებს ისეც არ ვარჩევ ხოლმე რომ დორი იყოს და არ მომეწონოს მაგრამ ნუ შენ მაგ მხრივ განსაკუთრებული ხარ რომ არ წინდება შეიძლება რაღაც სისულელეზე გელაპარაკო და ვიღაცა მიმახვდა რომ მოდი გადავახვიოთ მაგრამ არა შენ სისულელეზეც ბოლომდე გამოყვები შესაბამისად ეს ძალიან კომპლიმენტად ვერ მივიღებ მაგრამ არა არა მადლობა მადლობა მოწვევისთვის და მეც გამისწორდა მეტყობოდა კიდეც მე რო არ გამსწორებოდა ამდენს ვერ ველაპარაკებდი იმის ფონზე რომ ძალიან უწუნებ ძალიან დავიწყებ ჩაწერას ძალიან გამოფიტული ვარ ბოლო პერიოდიდან გამომდინარე იმიტომ რომ მაგრა გამწურეს და ბევრი მაშრომეს და მომუშავეს მაგ ვიდეოებსაც დაველოდები და ნახავთ ერთი ახალი ნაკადი რა ვარი იქნება ხო შოთაშორის ძალიან კარგი იქნება დარწმუნებული ვარ ერთი-ორი ვინც 5-დან საბოლოო ჯამში ვინც შეირჩა სერიოზული კონკურენტი იქნება ნებისმიერი მონაწილისთვის და საერთოდ მაგარი სეზონი იქნება დარწმუნებული ვარ და ტაფსონაც გვემატება და მინას ბრუნდება ოჰოჰოჰო მაგარი ბრძოლა იქნება და შულს არა იყოს ხელში ხო? ძალიან მაგარი თამაშები იქნება წესით. ვა. კაი და მიფრინავ შენ? მაინც როდის დებ ამას? მე ამას როდის დავდებ აზრი არ აქვს შენ მაინც მიფრინავ და ხო აქ იქნები მაშინ მე როცა დავდებ აქ იქნები მაგრამ მე მინდა რომ გზადაგილოთ სოკაც. მადლობა. აგერ. და თან ახი რა კარგი ის არის პლეისმენტი უცბა სპონსორის ორი კათხა კუპრაძის 52 ნომერი ვარკეთილი გვაქვს 4 სახის კრაფტ ლუდი პილსნერი APA ლაგერი და ხორბლის ლუდი და ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქ ქართული და ევროპული სამზარეულოებით რაც შეეხება ჩემს სტუმარს სტატუსს კიდევ ერთხელ მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის
მუსიკაზე რო ვილაპარაკეთ მეტი, არა გამიწვა ცოტა. ხო, ერთი ის ქონა რომ თუ იცით ხო, შენ რომ ოაზისი ხო არის ესე ფეხბურთთან დაკავშირებული და ნუ Led Zeppelin-ი რახან მიყვარს თქო, პატარ-პატარა ის იყო 2009 წელს რაღაც ვიცე-პრეზიდენტად რო IHGS-ის რა ქვია, Wolves-ის კი ბატონო და ერთი იყო ოღონდ ჭორის დონეზე მაქვს მეც წაკითხული, რომ John Bonham-ი დრამერი ბირმინგემის გულშემატკივარი იყო, მაგრამ დიდი არაფერი და ეხლა Jimmy Page ხო Birmingham City-ს და შენ თუ იცი Black Sabbath-ი ვისი კომაგები იყო? არა. აი როგორ არ იცი ჩემი. მითხარი და შეიძლება ხო ისე არ მაქვს ჩაჭერი. Aston Villa-ს. Birmingham-ელები არის. ის რაღაცები ძალიან სუსტი. ოზის Birmingham-ში კონდა, Bill Park-ზე კონდა ბოლო კონცერტი. სხვა შეჭერ შეგუდა მეკითხა რომ მეთქი ოზი როგორ არის ყო თქო გულშემატკივარი როგორ არ იქნებოდა თქო. Aston Villa შარშან ჩემპიონთა ლიგაზე რო გავიდა ახალი მაისტრი რო გამოუშვეს რეკლამაში Ozzy Osbourne და Geezer Butler-ი ათამაშეს. შედა აი რა გამორჩა და რა არის ცოტა. არა ვიცი სერიოზული კომაგები იყვნენ თან Aston Villa-ს. არ ცოდნა გავიგე და ეხლა იცი უკვე. ეხლა ვიცი. ასე რომ thank you very much. მომავალ შეხვედრამდე. მე ძალიან გამიხარდა რომ 2020 წლის ის ქონა რა ქვია. მაშინ რომ იქ ვყავდი ბაასი რო ერქვა და Zoom-ში ვიყავი ჩართულები, ეხლა აქ ხარ და პირისპირ. ხო, ბაზარი არა. მაგაც გასო. 5 წელი გავიდა ჩემი. 5 წელი გავიდა. ოკეი. აი, მალე გადის დრო. და 200 წლის მერე აგა დაამთავრე. всё, აბა, დავიცით დროებით. დროებით ხალხო.